Așa ჩვენ სტუდიაში ვართ და წარმოგიდგენთ ჩემი გადაცემის პირველ სტუმარს, უმრავლესობიდან გიორგი გაბაშვილია პირველი სტუმარი, ბატონო გიორგი, საკმაოდ დაძაბული დღის ბოლოს ბრძანდებით ამ სტუდიაში. პირველ რიგში ვიდრე უფრო სერიოზულ კითხვებზე გადავიდოდი, როგორ გადარჩით თქვენ დღეს კადრებში არ გამოჩენილ ხართ, ანუ როგორ მოახერხეთ შენობიდან გამოსვლა ისე რომ ოპოზიციის აქტივისტები ვთქვათ თქვენ არ დაგიპირისპირდნენ. ჩვეულებრივად შევედი შენობაში სტომის დაწყების წინ და ჩვეულებრივად გამოვედი შენობიდან. ისე მოხდა რომ ეს ჯგუფი რომელიც გამოვედით არ წავაწყდით ამ მოხულიგნო ელემენტებს რომლებიც ამ დროს როგორც ჩანს დაკავებული იყვნენ იმით რომ ქვებსა და სხვა ნივთებს უშენდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მანქანას და ახორციელებდნენ აბსოლუტურად კრიმინალურ და ხულიგნურ თავდასხმას. ანუ ბატონო გოგა ეს არის თქვენი შეფასება უკაცრავად მინდა რომ ამაზე ჩაგიკითხოთ. მე მინდა ყველა ჩემს კოლეგას როგორც უმრავლესობის ასევე უმცირესობის მადლობა უთხრა იმისათვის რომ მართლა ძალიან ბევრ შეურაცხყოფას გაუძლეს, სიტუაცია არ დაძაბეს, აბსოლუტურად ღირსეულად მოიქცენ ამ უღირსი ჯგუფის წინაშე, რომელიც იყო შეერაღებული ჯოხებით, ქვებით და პირდაპირ უნდა ითქვას, იქცეოდა ამაზრზენად, მაგრამ მე თვითონ ამ 30-40 ახალგაზრდასთან კი რასაკვირველია, ისინი დამნაშავეები არიან და პრეტენზია შეიძლება კონდეს, იმიტომ რომ ასე მოქცევა საზოგადოებაში არ შეიძლება, განსაკუთრებით ის ამაზრზენი მომენტი, როცა ქალბატონს აყენებენ შეურაცხყოფას, რომელსაც ვიდეო კამერა უჭირავს ხელს და ურტყავენ, იმიტომ რომ ოპერატორ გოგონას გულისხმობ და ბევრი სხვა რამ, უბრალოდ ამაზრზენი ქცევა, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ადამიანებს, ვინც აქეზებს მათ და აძლევს დავალებას. ის გულისხმობ ბატონო გიორგი ოპოზიციის ლიდერებს თქვა. ხო, ჩვენ ყველამ ვიცით რა ჯგუფია ეს. იქ ჩანდა კადრებში ოპოზიციის ლიდერები ცდილობდნენ რომ დაემშვიდებინათ კიდეც ბატონო გიორგი ზურაბაშიძე ჩანდა, რომელიც აჩერებდა ამ ახალგაზრდებს. ზურაბაშიძე რას ცდილობდა ზონდერების ეს ჯგუფი სახელგანთქმულია, თქვენ ნახავთ მათ სახეებს ასე ვთქვათ. ვინც ასე იქცეოდა, ეს არის იგივე ჯგუფი, რომელიც ბადრი ბიწაძესგან ხელკეტებს ირიგებდა ტელევიზიის წინ. ეს არის იგივე ჯგუფი ის ახალგაზრდები, რომელმაც ნიკა ავალიანს დაესხენ თავს, ეს არის იგივე ჯგუფი, რომელიც პოლიციელებზე თავდასხმაში მონაწილეობდა და დანებით, სპიცებით და შტირებით დაჭრეს რამოდენიმე ადამიანი. ეს არის ეს ჯგუფი, რომელიც არის პარტიული, ახალგაზრდული ჯგუფი, ეგრეთ წოდებული ნინო ბურჯანაძეს და ბადრი ბიწაძეს დაქირავებული ზონდერები, რომლებიც ფულს იღებენ ამაში ეს 30-40 ახალგაზრდა. საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს აყენებთ, ბატონო გიორგი, ამ წუთას უბრალოდ ჩაგეკითხავთ ერთი წუთით. როდესაც ეს ზონდერები ახსენეთ, ანალოგ ძალადობაზე საუბრობთ, ანალოგიურ ბრალდებებს ოპოზიციაც გიყენებთ ხელისუფლებას და საკმაოდ უფრო მძიმე ბრალდებებს. და ამას იმიტომ გაგითხებთ, რომ დღევანდელი ეს ინციდენტები ოპოზიციამ შეაფასა, როგორც ეს იყო სირცხვილის დერეფნები მოწყობილი დეპუტატების მიმართ. სირცხვილის დერეფანი და საპროტესტო აქცია გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დადგეს და თუნდაც თავის ძალიან მწვავე პროტესტი გამოხატოს ამა თუ იმ ფორმით. ოპოზიციის ლიდერებს ჩაუტარებიათ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, თუნდაც ამ 2 თვის განმავლობაში, მათ შორის ძალიან მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო 26 მაისს, სადაც მოხდა შეკრება, საკუთარი პოზიციის დემონსტრირება, პროტესტის გამოხატვა და ეს შემდგომ თუ არ ჩავთვლით უკვე საღამოს ინციდენტებს, რომელიც არახელისუფლების სამართლით ქვეყნისთვის არის დამაზარალებელი, როცა რკინიგზას გადაკეთოს. მთლიანობაში მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებია. მშვიდობიანი პროტესტი იყო, როცა ქალბატონი ბურჯანაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე, მაგალითად, მის მისაღებშიც კი გამოხატავდა ოპოზიცია მშვიდობიან პროტესტს და შიმშილობდა მის მისაღებში. ახალი მემარჯვენეები მაშინ შიმშილობდნენ, მიუხედავად რომ ქალბატონინოს მაშინ ურჩევდნენ, როგორც მე მახსოვს, რომ ცოტა მეტი გულისხმიერება გამოიჩინა ადამიანური, არა პოლიტიკური, თქვა პოლიტიკურად დაპირისპირება იყო. რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანური გულისხმიერება გამოიჩინა. მაშინ ეს არ გააკეთა, ეს პოლიტიკური გამოხატვის ფორმებია, მაგრამ არაპოლიტიკური გამოხატვის ფორმა არის. თქვენ ურჩევდით ბატონო გიორგი, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ურჩევდა, რომ ელემენტარული ადამიანური, ასე ვთქვათ, თანაგზნობა გამოიჩინა პოლიტიკური ოპონენტების უმრავლესობის გუნდში. პოლიტიკური ოპონენტი, თუნდაც ის პოლიტიკური ოპონენტი იყოს, ის არ არის მტერი. ის არის ოპონენტი, რომელიც სხვანაირად ხედავს მოვლენებს, სხვანაირად აღიქვავს რეალობას, შეიძლება ბევრ რაღაცაში ერთნაირად ხედავდეს, შენთან ერთად ხედავდეს პრობლემას და ეძებს ამ პრობლემის გადაწყვეტის გზებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთი ქვეყანა, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვართ ერთმანეთის ოპონენტები, ერთმანეთის წინაშე მოვიქცეთ ადამიანურად. როცა შენ აბსოლუტურად კრიმინალური წარმოშობის რუსული ფულით ქმნი ვის გულისხმობ ბატონო გიორგი რუსული კრიმინალური ფულით, მაშინ დავაკონკრეტოთ. მე გულისხმობ დიახაც გულისხმობ იმ ლიდერებს რადიკალური ოპოზიციის,
კერძოდ გულისხმობ ბურჯანაძის ჯგუფს, რომელიც ძალიან საეჭვო წარმოშობის კაპიტალით, ძალიან საეჭვო წარმოშობის ფულით ქმნის სტილს და ტონს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. როცა მას უნდა ქვეყანა გახრიჩოს, როცა მას უნდა რომ ქვეყანაში იყოს მტრული ბანაკები, როცა მას უნდა რომ უბრალოდ სამოქალაქო დაპირისპირება იყოს ქვეყანაში და ის ამაზე უკვე ღიად საუბრობს. სამოქალაქო დაპირისპირება რატომ არ მოქმედებს ან ესეთი განცხადებები, როდესაც კეთება რაიმე დამამტკიცებელი საბუთი, ან ამტკიცებულება არსებობს, დრამას აუცილებლად კითხავდა იგივე ბურჯანაძის გუნდიდან ან თვითონ ინო ბურჯანაძე. ჩვენი მოქმედება გულისხმობს იმას, რომ როგორი შემცთარიც არ უნდა იყოს გარკვეული ოპოზიციური გარკვეული ნაწილის ტაქტიკა იმაზე, რომ სამოქალაქო დაპირისპირება გააღვივონ ამ ქვეყანაში. ისარგებლონ ყველა სისუსტით, ყველა გამოუცდელობით, რომელიც ჩვენ საზოგადოებას შეიძლება გქონდეს და პირდაპირ გამყოფი ხაზები შექმნან ამ ქვეყანაში, ჩვენ ვთქვით, რომ დიახაც ზოგჯერ კანონის, ასე ვთქვათ, სრული სიმკაცრის დარღვევით, ზოგჯერ რაღაცაზე თვალის დახუჭვით, ზოგჯერ ლიბერალური მიდგომით, ზოგჯერ იმითი, რომ კეთილი ნება გამოვხატოთ და თუნდაც ბოლო შეხვედრა პრეზიდენტის როცა იყო საუბარი იმაზე, რომ ესეთ თავდასხმებში მონაწილე პირებთან დაკავშირებით კანონმა ჩვენ გამოვხატოთ კანონით მონაჭებული კეთილი ნების ყველა მექანიზმი, საიმისოთ, რომ ეს კონკრეტული ახალგაზრდები, რომელიც ჩართეს ამ კრიმინალურ ხულიგნურ მოქმედებაში, რომელსაც პირდაპირ მოუწოდებენ, რომ მიდი თავს დაესხი, იქ დახვთი, იმას მიაყენე შეურაცხყოფა, ამას მიაყენე შეურაცხყოფა. სად ისმის ეს მოწოდებები, ბატონო გიორგი? ეს იდეოლოგიის რანგში აყვანილი, თუნდაც დღეს. თუნდაც ეხლა დავიწყოთ იმითი, რომ როცა ჩვენ ნახეთ ყველამ, რომ შეერაღებული რაზმები იქნებოდა, ავტომატებს ყიდულობდნენ ყუმბარდხორცნებს. ხო, მაგრამ მაშინ ესე თქვა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური, ეს იყო რაღაც ორგანიზებული ჯგუფები. ეს ჩვენგანი თქვა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური, ჩვენ არ ვაპირებდით ამის პოლიტიზირებას, მაგრამ თქვენ კარგად გახსოვთ, რომ იმავე დღეს გამოვიდა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა და თქვა, რომ დაიჭირეს მისი პარტიის აქტივისტები. და ნაწილი დაკავებული ადამიანებისგან მართლაც იყვნენ მათი პარტიული აქტივისტები. ეს არის ძალიან სახიფათო გზა, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ობსესია ხელისუფლებაში მოსვლაზე და ყველაფრის წაშლა, ყველა მეთოდის ხმარება, საკუთარი ქვეყნის დაზიანება, საკუთარი ქვეყნის დანგრევაზე წასვლა, იმიტომ რომ რაც შეიძლება მალე მიხვიდე ხელისუფლებაში, რომელიც არ გეკუთვნის არც პოპულარობით, არც რეიტინგით, არც ხალხის მხარდაჭერით. ხოლოდ მცდელობა იმისა, რომ ღრუე წყალში დაიჭირო რაღაცა თევზი და განცდა იმისა, რომ ეს არის შენთვის ბოლო მატარებელი, ბოლო ვაგონი, რომელზეც უნდა ჩამოждდე, ეს ყველა პოლიტიკოსისთვის ძალიან უზნეო გზაა. იმიტომ რომ ეს გზა გადის ჩვენი ადამიანების დაპირისპირებაზე, ჩემი და ოპოზიციის მომხრეების, ჩვეულებრივი მოქალაქეების დაპირისპირებაზე, ეს გზა გადის ოჯახებს შორის დაპირისპირებაზე, ეს გზა გადის მეგობრებს შორის დაპირისპირებაზე. ეს სამარცხვინო გზაა და არავის არ უშევ ამ გზას დაადგეს. გასაგებია, ბატონო გიორგი, მაგრამ ოპოზიცია ანალოგიურ ბრალდებებს გიყენებთ მუდამ ხელისუფლებას, იგივე ძალადობაზე, იგივე იმაზე, რომ თქვათ, ქვეყნის მშენებლობის პროცესს თქვენ აჩერებთ, რომ არის ძალიან სერიოზული შეცდომები ის, რომ მუდმივი ტყუილები, რომელიც მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ეს ტყუილებია დღეს ელჩებმაც გააკეთეს განცხადება და ჩვენ ვიცით ყველას დაწყებული ევროკავშირის დამთავრებული ამერიკის შეერთებული შტატებით პოზიცია, რომ ეს არის კრიმინალი და ხულიგნობა, იგივე პოზიცია იყო, როცა პოლიციაზე ხდებოდა თავდასხმა, პოლიციის განყოფილებასთან. მაგრამ იყო მშვიდობიანი აქციები, თავად თქვენ თვითონაც ახსენეთ, ბატონო გიორგი, ანუ კონკრეტულად ამ ხულიგნობის ფაქტები, როგორც თქვენ უწოდეთ. ძალიან დიდი საფრთხეა ქუჩაში პროცესების გადატანა, ჩვენ ყველანაირად ვთქვით. რომ არ იყოს ჩვენი მომხრე, მისი მომხრე, არ იყოს ეს ქუჩის შეტაკებები, რომელიც ხდება. იმ ხელაზე გააღვივეს ზიზღი, იმ ხელაზე გააღვივეს ეს კონფრონტაცია. დასაკურველია ჩვენ 2 თვის განმავლობაში და კიდევ უფრო ადრე, ძალიან დიდი ხნით ადრე, მას შემდეგ რაც ჩვენ შეცდომა დავუშვით ნოემბერში და ჩვენ ვერ გავთვალეთ და პოლიციის გადაჭარბებული ძალის გამოყენებამ გამოიწვია მართლაც ეს რთული სიტუაცია. ამის შემდეგ ჩვენ ეს გავაცნობიერეთ, პრეზიდენტი გადადგა, დანიშნა ხელახალი არჩევნები. აი ამ მომენტიდან დაწყებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენგან არის შეთავაზება დავსხდით და ვითანამშრომლოთ საარჩევნო კოდექსზე, დავსხდით და ვითანამშრომლოთ უკეთესად დაბალანსებულ ხელისუფლებაზე და კონსტიტუციურ ცვლილებებზე, დავსხდით და ვისაუბროთ თუ გაქვთ თქვენ პრობლემა, რომ ფიქრობთ, რომ სამართალდამცავების შემდგომი დეპოლიტიზაციის რაღაც რეფორმებია ჩასატარებელი, წარმოადგინეთ გეგმა და ერთად გავაკეთოთ. დასხედით იმ ადგილებში, იმ უწყებებში, იმ ინსტანციებში, სადაც თქვენ ინფორმაციას მიიღებთ, სადაც თქვენ გექნებათ ზეგავლენა გადაწყვეტილებებზე, სადაც თქვენ გექნებათ ელემენტარულად გაგების უნარი იმისა, თუ რა ხდება რეალურად, რა პროცესები ხდება სახელმწიფოში. ამის მაგივრად ჩვენ გვესმის მუდმივი საუბარი იმაზე, რომ აქ არის შიდა მტრობა, ეს მხარე არიან მტრები, ეს არ არის მხარე, რომელთანაც შეიძლება ლაპარაკი
და ასეთი გაყოფა საზოგადოებაში, როცა შენ ძალიან კარგად იცი, რომ კი 10,000-ობით და 100,000-ობით მომხრე ყავს და ეს რეალობაა და ეს არჩევნებშიაც ჩანს, ეს საპროტესტო აქციებზე ჩანს და ასე, მაგრამ მეორე მხარესაც ძალიან დიდი რაოდენობაა მომხრეების და მილიონზე მეტი მომხრეა, რომელიც არჩევნებში მოვიდა და თავის ნება გამოხატა. როცა შენ მიუხედავად ამ რეალობისა, ასეთ ზიზღზე მიდიხარ, ასეთ კულმინაციაზე მიდიხარ პოლიტიკური დაპირისპირების და ამართლებ. ყველაზე სახიფათო ის კი არ არის, რომ ვიღაცა მართლა 18, 19 და 20 წლის თინეიჯერები, რომელსაც ეს ზიზღი ჩაუნერგეს, ისინი ქვებით დარბიან და ისვრიან. ყველაზე სახიფათოა ის, როცა პოლიტიკური ლიდერები გამოდიან და ამართლებენ ამას. თუ თქვენ მე მეუბნებით, რომ ძალიან სერიოზულ ბრალდებით საქმეებს მაინტერესებს ეს თუ ყველაფერი ოპოზიციის ბრალი რა არის ხელისუფლების როლი, ბატონ გიორგი, იგივე დაპირისპირების მოგვარებაში. ჩემი პოლიტიკური პოზიციის მომხრე, პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიციის მომხრე. სადმე დარბის ხელკეტებით ისვრის ქვებს და ასე თუ ასეთი რამე მოხდა, მე ამას ვგმობ. ეს შეიძლება მომხრე არ არის, მაგრამ სულ არის საუბარი სახელმწიფო მანქანების მხრიდან იგივე. სახელმწიფო მანქანა მუშაობს და დეპუტატები და ძალადობაზე როდესაც საუბრობ. მანქანა არ არის ეკვივალენტური და თანაბარი ძალა ამ ხულიგნებისა. იმიტომ რომ სახელმწიფო არის მოწოდებული იმისათვის, რომ მან ასეთი დაპირისპირებები არ დაუშვას. და როცა სახელმწიფო მანქანას და მის წარმომადგენლებს, პოლიციელებს, ოპერატიულ თანამშრომლებს, დაცვის სამსახურს, პატრულს და ასე შემდეგ თავს ესხმი და ასეთი სურათები ჩვენ მასობრივად და ტოტალურად ხედავთ ამას, იმიტომ რომ ეს გაუაზრებელი შეცდომები კი არ არის. ეს არის სტრატეგია. დაუპირისპირდი პატრულს. აჩვენე საზოგადოებას, აჩვენე შექმენი მოვლენები, შექმენი ტელე სიუჟეტები, სადაც აჩვენებ როგორ ესხმიან თავს პატრულს, როგორ, იმიტომ ამით უნდათ გამოწვევა ჩვენი საპასუხო რეაქციის, რაზეა ჩვენ 2 თვის განმავლობაში ძალიან დიდი მოთმინების შედეგად თავს ვიკავებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ 7 ნოემბერი იყო შეცდომა, ჩვენ გვესმის, რომ პოლიციას ჯერჯერობით შეიძლება არ ქონდეს საკმარისი გამოცდილება, რომ თუ კი ის რაღაც მომენტში აღკვეთავს ძალადობას, ადეკვატური ძალა გამოიყენოს და შეიძლება ძალის გადაჭარბების რისკი ყოველთვის არის, ჩვენ ასეთი რაღაცები ძალიან კარგად გვესმის. ამიტომ ვეუბნებით, შევქმნათ პოლიტიკური მექანიზმები, პოლიტიკური ინსტიტუტები იმისათვის. ამაზე სულ არის საუბარი, რომ ერთის მხრივ ხელისუფლება ამ დიალოგს თავაზობს კონკრეტულ საკითხებზე დასწრებას და განხილვას, მაგრამ მეორე მხრივ სულ არის იგივე ამ მხარდამჭერებზე ზეწოლაზე საუბარი დღეს სახალხო დამცველთა შეიკრიბნენ ოპოზიციის ლიდერები და მიიღეს მიმართვა, სადაც არის საუბარი, რომ 200-მდე ფაქტი არის რეაგირების გარეშე, რომ ხდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება, მაშინ ამ კითხვასაც გაიცით პასუხი, იმიტომ რომ მესმის თქვენ საუბრობთ ერთ მხარის ძალადობაზე და თქვენს ოპონენტებს ბუნებრივია გააკრიტიკებთ, მაგრამ თქვენი ოპონენტები საუბრობენ პირიქით თქვენზე ამას. ქალბატონინო, არანაირი პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ხორციელდება, თუ ადამიანი იხულიგნებს და თუ ჩაიდენ სამართლა დარღვევას, ის რომ ის პოლიტიკური პარტიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის აქტივისტია, ეს ალიბი არ არის. თუ კი შენ ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებ, ან საჯარო პირს, ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებ პატრულის თანამშრომლს, ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებ ოპერატიულ თანამშრომლს და შენ მე დაგაკავებენ, შენ არ ახარ პოლიტიკური პატიმარი. პოლიტიკური პატიმარი იქნებოდი შენ ცივილიზებულად, ნორმალურად, კანონის დარღვევის გარეშე, რომ გამოხატავდე შენს პოზიციას, რასაც ყოველდღიურად აკეთებენ პოლიტიკური ლიდერები, ტელედებატებში, საგაზეთო პუბლიკაციებში, მიტინგზე, ღიად ნებისმიერ აქციას და არავის ამის პრობლემა არ აქვს. ეს არის პოლიტიკური აქტიურობა და ნაწილი პოლიტიკური ლიდერებისა, მათ შორის იმათიც, ვისაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას უწოდებთ, ხო? ცდილობენ, რომ გამოვიდნენ ამ მოქმედების სტილიდან და ამ მოქმედების წესიდან. იგივე ალასანიას ნაბიჯები, რომელიც ამ მესიჯს აგზავნის, იგივე გაჩეჩილაძეს ნაბიჯი, როცა ის წავიდა შეხვედრაზე პრეზიდენტთან და კი თქვათ ძალიან კონფრონტაციული რიტორიკის ფონზე, მაგრამ რაღაც ნაბიჯები იდგმება იქითკენ, რომ რაღაცა სახის შეთანხმებები. ანუ აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერში ერთადერთი ლიდერი არის ნინო ბურჯანეცო, თქვა თქვენ ამასაც ხადებთ, ვისაც ყველაზე რადიკალური ფორმები მოწევს, თქვა თავად შეგიძლიათ ალბათ თქვენ საუბრობდით ყველაზე მეც მასზე. თავად შეგიძლიათ ალბათ დააკვირდეთ სიტუაციას, დააკვირდეთ ვითარებას და ეს სხვათა შორის დამალული თემა არ არის, ოპოზიციის შიგნითაც ძალიან კარგად ცნობილი თემაა, რომ არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სიტუაციას აღიქვავენ ესე. ან ეხლა ყველაფერი, ან არასდროს არაფერი. იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ მათ არ აქვთ ელექტორალური მხარდაჭერა, ანუ არანაირი იმედი არ აქვთ რაიმე წარმატების არჩევნებში და ძალიან თუ ისევ კონკრეტულ პირებზე საუბრობთ. ისევ კონკრეტულ პირს გულისხმობ, არანაირი შანსი არჩევნებში წარმატებისა და ამიტომ მისი შანსი არის რაღაცა არეულობითა და რაღაცა აბსოლუტური ექსცესური გზით რაღაცის მიღწევისა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ესმის, რომ თუ კი არჩევნების მომენტი დადგა ის ერთობა, რომელიც საპროტესტო აქციებს ახასიათებს, არ ახასიათებს ხოლმე როგორც წესი არჩევნებს და მან თავად უნდა აგოს პასუხი თავის პოლიტიკურ მოქმედებაზე, იგივე ადამიანი არის
ის რომელიც ყველაზე აგრესიული აქციების მომხრეა, იგივე ადამიანი არის, რომელიც აბსოლუტურად გაუგონარ პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებს, რომ საუბარი, მოლაპარაკება, ცივილიზებული პოლიტიკური დიალოგი არის მიუღებელი და ერთადერთი გზა არის რა? ერთადერთი გზა არის გამწვავება, ერთადერთი გზა არის კონფრონტაცია, ერთადერთი გზა არის არ გაუწიო ანგარიში არც საკუთარ მომხრეებს. იმიტომ რომ მათი ძირითადი მომხრეები არის ძალიან ნორმალური პატრიოტი ხალხი. და დინამოს სტადიონზე მოსული 40 თუ 50000 ადამიანი, ან მეტი ან ნაკლები, ეს არ არის სადაო, ხო? ეს არის ჩვეულებრივი ადამიანები, რომელსაც არ მოწონვარ ჩვენ, არ მოწონს ეს ხელისუფლება, რაღაცა თავის მოტივით, ან სამსახურეობრივით, ან იდეოლოგიურით, ან პირადით. ხა, ესე არის მთელ მსოფლიოში. ეს არის ოპოზიციური ელექტორატი. ეს არის ნორმალური ხალხი, მაგრამ ნორმალური ხალხის უკან იმალება არანორმალური ხალხი. ისინი ყიდულობენ იარაღს, ცეცხლსასროლს, ნაწილი მათი, როგორც მცირე ხულიგნური ჯგუფები ამზადებენ საფუძვლებს იმისათვის, რომ დიდი დაპირისპირებები მოხდეს, ქვებითა და ხელკეტებით, ნაწილი მათი დარბის კიევში და მოსკოვში იმისათვის, რომ ფული ჩამოიტანოს იქ მოღვაწე ქართველი ქურდებისგან, ეს არის არანორმალური ხალხი. ეს ხელისუფლებას არ უთქვას. ესე ღიად ლაპარაკობენ თვითონ ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ. ებრალიძე, ლევან პირველი, ხომერიკი, სხვები და სხვები, ვინც მედვედევისგან და პუტინისგან ორდენებს იღებდნენ აგვისტოს ომის დროს. და სხვათა შორის პოლიტიკური ლიდერები და ჩვენ არ გვიყვარს ესეთ კონფრონტაციულ თემებზე ლაპარაკი, რომლებიც აგვისტოში და სექტემბერში კადრულობდნენ იმას, რომ რუსული პოლიტიკური კლიშე დაემკვიდრებინათ, რომ ომი საქართველოს დაიწყო და მთელი მსოფლიოს პრესა მოირბინეს იმისათვის, რომ ეს კლიშეები დაემკვიდრებინათ, მაშინ დაიწყეს აქტიური მოქმედება. არანაირი პოლიტიკური სხვა мотиваცია გარდა ხელისუფლებაში მოსვლისა ამ პოლიტიკურ ლიდერებს არ აქვთ, იმიტომ რომ მათი ხელისუფლებიდან წასვლა არ ყოფილა პოლიტიკურად მოტივირებული, ეს იყო პირადი მათი ნეპოტისტური ინტერესების გაუთვალისწინებლობაზე მოყოლილი სიბრაზის რეაქცია. პოლიტიკური მოქმედება მათ დაიწყეს ომის შემდეგ და მათ დაიწყეს იგივე კონტექსტით, რაც თქვა ბრძანა ბატონმა მედვედევმა, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური გვამი და მას უნდა ბოლო მოუღოთ. აი ეს ლორდინგი, ეს სიტყვები, ეს პოზიცია აიღეს თავის იდეოლოგიურ შეიარაღებაზე და მას შემდეგ მე ყველას არ გულისხმობ, არის ნაწილი, რომელიც პატრიოტია, უბრალოდ სააკაშვილი იმდენად არ მოწონთ, რომ ასე ვთქვათ, ყველანაირ იდეოლოგიურ კონსტრუქციაში შეიძლება ჩაეწეროს თავის დაუნებურად, მაგრამ მიზანი მიმართული გრევა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა ახასიათებს სამწუხაროდ ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს. ბატონო გიორგი, აუცილებლად მომოვასწრო პარლამენტის მუშაობაზე შეკითხვის დასმა, იმიტომ რომ გაჩნდა შეკითხვა, გააგრძელებს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას თუ არა, იმიტომ რომ დღეს ოპოზიციამ თქვა, რომ არ მისცემს საშუალებას ხელისუფლებას, რომ ისევ სხდომები ჩაატაროს ნაწილმა. თქვენც დღეს შეიკრიბეთ, მოულოდნელად დაინიშნა საგანგებო სხდომა. აქამდე სულ იყო საუბარი, რომ არ ტარდებოდა პარლამენტის სხდომები სწორედ იმის გამო, რაც იგივე რუსთაველის გამზირახტებად გასააკნები მიმდინარეობს აქციები. რა შეიცვალა ვთქვათ ამ 2 თვის განმავლობაში, რომ დღეს გადაწყვიტეთ ეს სხდომა აუცილებელი რატო გახდა და გააგრძელებს თორემ მუშაობა. რასტება რუსთაველის გამზირზე, ეს მე დღეს ჩემი თვალით ვიხილე, რუსთაველის გამზირზე დღის პირველ საათამდე კაციშვილი არ არის, მათ შორის იმ საკნებში. არც პარლამენტის შენობის უკან, არც პარლამენტის შენობის წინ. დილით შეხვედით ყველანი პარლამენტში, რომ მალულად მოხდა დეპუტატების შესვლა და სხდომა იწყება 11 საათზე, ჩვენ რასაკვირველია შეგნებულად 9 საათით ადრე მივედით, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვერიდებით ასეთ კონფრონტაციას. ვერიდებით იმას, რომ სწორედ ამიტომ გეკითხებით, ხო ჩვენი თანამოქალაქეები, რომელსაც დაუნერგეს სიზღი, დაუნერგეს ეს რაღაცა აბსოლუტური თვალზე ლიბრ გადაფარებული პოზიცია, რომ აი ეს ვიღაცა შენი მტერია და აუცილებლად უნდა რაღაცა ესროლო, აუცილებლად უნდა შეაგინო, პირადი შეურაცხყოფა მიაყენო. თან მარტო ხელისუფლების წარმომადგენელს კი არა. იგივე ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელიც უბრალოდ მაცავით არ მოქმედებს. სხვა სტრატეგია აქვს. ოღონდ ოპოზიციონერია და ძალიან მწვავედ გვაკრიტიკებს. უბრალოდ იმიტომ რომ არ არის, ამიტომ მიაყენეს ძალიან კონკრეტული ფიზიკური შეურაცხყოფა და ეს არის მართლაც ამაზენის აქციელი, როცა არ ერიდები არც შენზე უფროს ადამიანს, არ ერიდები არც ქალს, არ ერიდები გინებას, ლანძღვას, ელემენტარული უკულტურობა და უზრდილობა არ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური მოქმედების სტილად. კარგით, ამაზე ჩვენ ოპოზიციის ლიდერსაც დავუსვამთ შეკითხვებს. მოდით ახლა უბრალოდ პარლამენტის მუშაობაზე მითხარით. ვკითხავთ ამას აუცილებლად ლევან გაჩეშილაძე იქნება გადაცემის ბოლოს ჩვენი სტუმარი. პარლამენტის მუშაობას რაც შეეხება გააგრძელებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო, თქვათ იგივე სხდომების ჩატარებას და იმ კანონების ნახილვას, რაც დღეს იყო მცდელობა და მოხდა. როგორც ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს აქვთ უფლება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რაც ხდება კანონისა და წესის ფარგლებში ჩაატარონ და ამას არავინ ხელს არ უშლის, ასევე პარლამენტს აქვს უფლება და ვალდებულება იმუშაოს, როგორც კი იქნება კანონპროექტები ისევ განსახილველი მაგრამ იყო ერთიანი პაუზა, ამიტომ გაგრძელდება სწორედ ამ ერთიანი პაუზა, იმიტომ რომ ჩვენ ეს იძულებითი ტაიმაუტი ავიღეთ იმისათვის,
რომ ეს ვნებები განელებულიყო, რომ პოლიტიკური ძალები დამდგარიყვნენ იმ გზაზე, რომ ერთმანეთთან საუბარი შეუვლიათ. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, რთული პროცესია, მტკივრეული პროცესია. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ქვეყანა არის რთულ მდგომარეობაში, მაგრამ სხვადასხვანაირად ხედავთ გამოსავალს ამ რთული მდგომარეობიდან. გასაგებია. ყველა ჩვენი არგუმენტები გვაქვს, ყველა ჩვენი მოსაზრება გვაქვს და რამდენიც არ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს კვერცხები და რამდენიც არ უნდა ვაფრთხოთ ერთმანეთს და დედა ვაგინოთ, ეს მოსაზრებები არ შეიცვლება. ეს მოსაზრებები მხოლოდ შეიძლება დაახლოვდეს. თუ ჩვენ ვიმუშავეთ როგორც პოლიტიკოსებმა და გადავდგით ნაბიჯები იქითკენ, რომ მოსაზრებები დაახლოვდეს. იგივე ჩვენი მომხრეებს შორის არა ზიზღი გავაღუნოთ, არამედ ვიმუშაოთ იმაზე, რომ ერთიანი საზოგადოება შექმნათ. ეს ესმის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ჩვენს საპატრიარქოს, ეს ესმის ყველას, ვინც კი რაიმე კომენტარი გააკეთა ამ მოვლენებზე. არის მხოლოდ ერთი მცირე ჯგუფი, რადიკალური ოპოზიციის, განსაკუთრებით რადიკალური, ასე ვთქვათ, დაჯგუფება, რომელიც თავის ჭკუაზე ატრიალებს, როგორც მე შთაბეჭდილება რჩება, ამ რადიკალიზმის ტყვეთ ამყოფებს, როგორც თავის კოლეგა ოპოზიციონერებს, ასევე ამ რადიკალურიზმის ტყვეთ ამყოფებს თავის მომხრეებს და მთლიანად პოლიტიკურ ვითარებას ქალაქის ცენტრში. კარგი, დიდი მადლობა ბატონო გიორგი, საკმაოდ სერიოზული განცხადებები გააკეთეთ დღეს, გაბრაზებული ჩანხართ, როგორც ჩანს, მაინც დღევანდელი დღით, რაც მოხდა პარლამენტის წინ, როგორც დეპუტატი, როგორც უმრავლესობის ბავშვებისთვის შეურაცხყოფის მიღება და ასეთი დავალების მიცემა, რომ წადით და ჩხუბი აიკიდეთ. ასეთი დავალება უზნეობა ასეთი დავალების მიცემა, წადით და თქვენ თავსაც შეურაცხყოფა მიაყენეთ იმითი, რომ ასეთი უზდელები გამოჩნდით და უკულტუროები. ქვეყანასაც შეურაცხყოფა მიაყენეთ, თრიანად პოლიტიკურ კულტურასაც შეურაცხყოფა მიაყენეთ და ცდელობას იმისა, რომ პოლიტიკური რადიკალურად დაპირისპირებული ერთმანეთთან პოზიციები რაღაც მომენტში დაახლოვდეს ერთმანეთთან, ამას ყველაფერს ხადი გადაუსვით იმით, რომ შექმნით ქუჩის ექსცესები. ეს არის შეურაცხყოფელი გზა. უბრალოდ კი ან არა მიპასუხეთ, დამოვიწყდა ეს მეკითხვა თქვენ, როდესაც ხულიგნები უწოდეთ ზონდერები ამ ადამიანებს, შესაძლოა ღირსა სისხლის სამართლის საქმე ამ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დღეს აი რაღაცა როგორ შეტევაზე თუ თავდასხმაში მონაწილეობდა დეპუტატებთან და პარლამენტის თავმჯდომარეს ეკია. ძალიან მოკლე პასუხი. ქალბატონო, არავინ არ უნდა გაიგოს ჩვენი ლიბერალური მიდგომა, როგორც დაუსჯელობა და წახალისება ასეთი მოქმედებების. ანუ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე. მე არ ვიცი, მე არა ვარ სამართალდამცავი, მე არ მუშაობ პროკურატურაში, მე ვერ ვფლობ ასე ვთქვათ სისხლის სამართლის კოდექსს. არ ვიცნობ, ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად მესმის, რომ კრიმინალური დანაშაულია, როცა გაეკიდები და ქვებს ესვი პარლამენტის თავმჯდომარის მანქანას. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ დიახ ეს არის დანაშაული და შესაბამისად მე ვთვლი, რომ დიახ სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას. ეს ჩვენი პოზიცია. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. გიორგი გაბაშვილი უმრავლესობიდან იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს პირდაპირ ეთერში ჩავშთოთ გიორგი თორთლაძე უმცირესობიდან, რომელიც დღეს ასევე გახდა აქტივისტების, ასე ვთქვათ, სამიზნე. მოგემსალმებით ბატონო გიორგი. გამარჯობათ. საღამოშვიდობისა. ჩვენ ნახეთ ბატონო გიორგი კადრები, სადაც აქციის მონაწილეები თქვენ სიტყვიერ და იყო მცდელობა ფიზიკური შეურაცხყოფისაც გაყენებდნენ. რამდენად ელოდებოდით, რომ თქვა ასეთი რეაქცია იქნებოდა ოპოზიციის აქტივისტების მხრიდან თქვენი მისამართით, როდესაც თქვენც ოპოზიციას წარმოადგენთ საპარლამენტოს? მე ოპოზიციას წარმოადგენ, მაგრამ არ ვიზიარებ მათ ასე ვთქვათ მოთხოვნებს და მათ ხედვებს და აი ესეთი საქციელი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ხა რაც შეეხება ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამიტომ ელოდებოდით თქვა ესეთი რეაქცია. არ ვიცი ხა რა ვიცი, ველოდებოდი კიდევაც და არ ველოდებოდი კიდევაც. მაგრამ აქ თავარი ეგ არ არის. თავარი არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჭრილში დგანან, მე მინდა მიმართო აი მაგ ბავშვების, აი ეს ახალგაზრდები ვინც ყავთ ისე ანგაჟირებული და არ ვიცი ფულით გაყავთ მოსყიდული თუ იდეოლოგიურად ყავთ ესე გაგიჟებული, რომ აი ესე მიდიან და თავს ესხმიან ადამიანს, რომელიც მოდის ფეხი და 60 კაცი. რაც შეეხება ფიზიკურ ანგარიშვალებას, არ ყოფილა ეგ ფიზიკურ ანგარიშვალება, დანაც კი უნდათ, მაგრამ ცდელობა მე ვთქვა. ცდელობა იყო, მაგრამ არ გამოვიდა და ცდელობას იქვე აღკვეთავ ნებისმიერ ცდელობას, მე პირდები სულ ყველას მათგანს, იქვე აღკვეთავ და ძალიან მძიმე შედეგები. ანუ ემუქრებით ბატონო. არ ვიმუქრები, მე ვამუქრებ, მე დავიცავ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და დავიცავ ჩემ თავს, არავის არ ვემუქრები. და აი ესეთ გამოხდომებს იქ ახლა სადაც მე ვხედავდი ახლა სხვაგან რა ხდებოდა იქ თქვენ კადრებში, იქ არ ვიცი ჯოხები იყო, ფიგურირებდა ქვები, ლოდებს ისროდნენ და რა ვიცი. არაფერი ეს იყო უბრალოდ ტურების ცდელობა რომ შევეშინებინე, ყოველ შემთხვევაში ჩემ მიმართ ასე იყო, იმიტომ მე ყველაზე ბოლო გამოვედი პარლამენტიდან, მე ჩემ ოთახში ვიყავ. რა პრეტენზიებს გიყენებდნენ ბატონო გიორგი კონკრეტულად? ნუ რა პრეტენზიები ახლა? ჩანდა რომ რაღაცებს გეუბნებოდნენ იქ თქვა მხარდამჭერები ოპოზიცია. არაფერს, ნუ ახლა ზოგმა იქ უკანა რიგებში ვინც იყო, ყველაზე გაბედულები ისინი იყვნენ, შოტა მოშორებით ვინც იყვნენ, იქ გინებასაც გაიგებდი რაღაცა ამყიდვე რაღაც რა ვიცი, რაღაც სიტყვებს თუ კარგს არაფერს, არც კითხვას სვავდნენ და არც პასუხს ელოდებოდნენ რა. ეს იყო. მაგრამ მე მინდა მივმართო მათ კი არა. მათ არ მინდა მივმართო, მათთან მიმართოს რა აზრია. მე მინდა მივმართო მათ პირდაპირ დავასახელებ მათ ჩეკისტ ხელმძღვანელებს. და უთხრა ასეთი რამ.
რომ ჯერ ერთი თავი დაანებონ სხვისი შვილების ასეთ საქმიანობაში გამოყენებას. თუ მაინც უნდათ ესეთ საქმიანობაში თავის შვილები ჩამოიყვანონ უცხოეთში რო ყავთ გაგზავნილი ზოგისად, ისინი დააყენონ ფრონტის წინახალზე, სადაც შეიძლება ერთჩვენიერ დღეს აღმოჩნდნენ თვითონაც დასახიჩრებულები, ან აღმოჩნდნენ ციხეში, ან სხვა რაღაც დანაშაულში გაეხმარნენ. ბატონო გიორგი, თქვენ ვის გულისხმობთ მაშინ? ვის გულისხმობ და ეხლა რა ვიცი, გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს და ნახავთ ვისი შვილი სასწავლობს. მე ვიცი ზუსტად ვინ არის, მაგრამ ეხლა ამის დრო არ არის. მე მინდა სხვა რამე გითხრათ რა. და თუ კაცობა აქვს ოდნავ მაინც შერჩენილი კიდე მაგ ლიდერებს, რომლებიც ეხლა იქ ძალიან დიდ გულზე იყვნენ მანამდე, მაგრამ მე თვითონ იქიდან კურდღლებით გაქრენ და ეს ბავშვები, დაგეშილი ბავშვები, ასე ვთქვათ, უნდათ რომ ვინმეზე მიექციათ. მე მინდა მიმართო მათ, რომ თუ რამეს თქმა უნდა ჩემთან, თუ რამეს საუბარი უნდა, თუნდაც აი ესეთი წყალი, ჩემთვის წყალი, ჩემი მიმართ წყალი და ასე ვთქვათ, ეს კვერცხები არ გამოუყენებიათ, მაგრამ თუ ასეთი მსგავსი რამის გაკეთება უნდათ, განსაკუთრებით აი მათ მიმართავ პატარა ბავშვებს რო ასულელებენ და აგიჟებენ, აი 15 წლის ბავშვთან დაწყებულია 25-მდე. ვინ ასულელებს და არიან ეგეთები, ვინც კონკრეტულად ხელმძღვანელობს კონკრეტულ ორგანიზაციებს. ეხლა თქვენც კარგად იცით და მე ხა გვარებს მაგ დიდი პატივია, ძალიან დიდი პატივია. აი წვერებიან ჩეკისტების დასახელება, მაგრამ მაგოთი გვარების ხსენება. მე არ ვახსენებ გვარებს. მე ვამბობ პირდაპირ, რომ ეს ხალხი манипулиრებს ამ ახალგაზრდებით. ეს ახალგაზრდები ერთშენიერ დღეს ძალიან ცუდ ადგილებში აღმოჩნდებიან და ესე იწყებენ ცხოვრებას. ან წავიდნენ და მინდა მიმართო მათ მშობლებს რა. თორე ხო დაინახეს ეხლა თავის შვილები კადრებში. მოგიდონ ხელი ან სკოლაში წაიყვანონ, ან უნივერსიტეტში წაიყვანონ, ან ამუშაონ, ან სადღაც სხვა საქმე სპორტით დაკავდნენ, ან რაღაც სხვა საქმით დაკავდნენ, იმიტომ რომ ეს მათთვის არაფერს არ მოიტანს. მე უბრალოდ ვიცი რატომაც ხდება ეს. მე ბოლო პერიოდში ჩემი ბევრი გამოსვლა და ჩემი ბევრი ასე ვთქვათ მინიშნებები კონკრეტულ საკითხებზე, ამ მინიშნებებით ძალიან გავაღიზიანე FSB და გერეუ და როგორც ჩანს იქიდან იღებენ ამ დავალებებს. აი თუნდაც გავალ ლუსტრაციის კანონით. თუ კაცრავ, უბრალოდ ჩაგეკითხებით. თავდაპირველადაც თქვით, რომ თქვენ შორის არის განსხვავებები და სწორედ ამის გამო ვთქვათ არ იყო გასაკვირი ესეთი რეაქცია დღეს თქვენს წინააღმდეგ. რა ფუნდამენტურ განსხვავებებს? რა არის, როგორ არის ხო? ქალბატონინო, როგორ არის ხო გასაკვირი? არა, როგორ იძახით მაგას თქვენ, ესე იგი ჟურნალისტები. თქვენი განმარტება მაინტერესებს. გასაკვირი ასეთი რეაქცია, ესე იგი მე თუ განსხვავებული აზრი აქვს ჩემ გარშემო ვინმე სხვას განსხვავებული. ხო ვერ გაიგეთ. ხო და განსხვავებული აზრი. ნუ გითხეთ რა ფუნდამენტური განსხვავებაა თქვენსა და ძალიან სერიოზული ფუნდამენტური განსხვავება. როდესაც თავად საუბრობთ ამაზე რომ უფრო ძალიან სერიოზული ფუნდამენტური. ხედავთ მოვლენებს და ისინი. გეტყვით. პირველ რიგში რუსეთ-საქართველოს ომის მიმართებაში ძალიან სერიოზული განსხვავებაა. მე და ესეც გამოჩნდა კიდევაც, როგორც კი ჩვენ იქიდან წამოვედით, ასე ვთქვათ და ამოიღეს ლუსტრაციის კანონიდან, საგურამოს მანიფესტიდან, ამოიღეს და ახალ ქარტიაში არ წერია ლუსტრაციის კანონი. არ წერია ასევე, რომ მაშინ თხოვლობდით, ჩვენ რომ გასულიყვნენ რუსეთის ეგრეთ წოდებული მშვიდობის ყოფილები და ეს ეხლა საერთოდ ამოიღეს. ეხლა ოკუპანტების სტატუსი აქვს უკვე და საერთოდ არ ახსენებენ რუსეთს. და არ ამბობენ არც ერთ სიტყვას და მე მუდმივად ლანძღავ, იმიტომ რომ არიან ოკუპანტები, ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, დახოცილი ყავთ ქართველი ბიჭები, 15,000 კაცი 91-12 წლებში, სხვათა შორის 91-12 წლების ამ მხოლოდ აფხაზეთში აი უნდა გამოიძიოს თბილისის ომის და ეს არის რომ აგიჟებთ და ეს არის რომ გამოდიან წყობიდან. FSB-შიც და აქაც მათი ასე ვთქვათ თანამშრომლები, რომლებიც ცელი ცხოვრება მათთან თანამშრომლობდნენ. ეს არის ამიტომ ლუსტრაციის კანონი ქალბატონო. ბრალდებებს როცა აყენებ დააკონკრეტეთ ხოლმე თქვა. რა უნდა დავაკონკრეტოთ წინაგადაცემაში გეუბნებით. პირდაპირ დაგიკონკრეტებ წინაგადაცემაში. ამიტომ ჭირდება ლუსტრაციის კანონი. გვარები კი არ ვიზახო მე. ეხლა ერთი დოკუმენტი პირდაპირ დევს იმაში, საშა ქვია მაგალითად, იქაური სახელი ქვია რამას კლიმიაშვილს, მაგრამ ასეთი ძალიან ბევრია ქვეყანაში, ამიტომ მე არ მინდა სახელების ძებნა. დოკუმენტი კანონი უნდა მივიღოთ. ეს კანონი მიიღო ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკამ, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, უნგრეთმა, გერმანიამ და ასე ვთქვათ პოლონეთმაც და ასე ვთქვათ წავიდა ყველაფერი ნორმალური განვითარების ესე ჩამოაშორეს ქვეყნის მმართველობას აი ეს ძალები. და წავიდნენ ნორმალური განვითარების გზით. ამიტომ ამ ლუსტრაციის კანონს ძალიან უფრთხიან, ეგენი მე ვიცი ზუსტად. ძალიან აგრესიულები მაგიტო ხდებიან, როცა 91-12 წლის მოვლენებს ვახსენებ, როცა სამეგრელოს ვახსენებ, როცა მიტინგების დახვრეტებს ვახსენებ თბილისში. ეს ყველაფერი გამოსარკვევია, ვინ შვებოდა, რა შვებოდა, როგორი პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდათ, ჟურნალისტები როგორ აფასებდნენ ამას. ხოთა შორის ესეთ შეფასებებიც მომისმენია მაშინდელი ჟურნალისტებში, რომ აბა რა უნდა იქნება სამხედრო საქმე, საბჭოს უნდა დაეხვირთა მიტინგება, ფოჩიან გამბეთებს ხო არა, ჟურნალისტები ამბობდნენ. ხო, ამიტომ
მე მაგალითად ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელსაც ქვია საქართველოს დემოკრატიული პარტია და ახალგაზრდული ორგანიზაცია არ შემიქმნია და თუ შევქმნი როდისმე ასეთი იდეა თუ გამიჩნდება, ეხლა მე ბოლშევიკურ 30-იან წლების კონკავშირულ ბოლშევიკურ ორგანიზაციებს არ შევქმნი, მაგრამ ქვებით იქნებიან და ჯოხებით და ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, შტირებით და დანებით და ამას ამოქმედებენ. ასეთი ახალგაზრდული ორგანიზაციები ნახევრად ტერორისტული თუ ნახევრად რა ვიცი მე ხულიგანური თუ რაც ქვია და არქვით. მე ასეთ ორგანიზაციას არ შევქმნი და ნუ ეხლა ეგენი თვითონ კონკავშირი დივნები იყვნენ, აღმასკომში მუშაობდნენ და სხვა პარტიულ თანამდებობებზე იყვნენ და იქიდან ეს კონკავშირული მენტალიტეტი გადმოყვა და ამიტომ ქმნიან ახალგაზრდულ ორგანიზაციას და როგორი მოთხოვნილებაც აქვს დღეს რომ და ვიღაცა შეუვარდნენ დეპუტატებს. აი ხა თქვენ დასვით კითხვა მანდ კაპიტონინო. თქვენ დავუსვით კითხვა ბატონ გოგა გაბაშვილს რომ თქვენ როგორ ფიქრობთ იყო თუ არა ეს სისხლის სამართლის დანაშაული. მე საერთოდ აღიძრება თუ არა საკუთრივ კვალიფიკაცია. მე კიდევ ფიქრობ რომ არავითარ მნიშვნელობა არ აქვს ეხლა სიტყვაზე არავითარ მნიშვნელობა როგორ არ აქვს, მაგრამ საერთოდ აღიძრება თუ არ აღიძრება ეს იყო ნამდვილად ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მოსდევდა ქვებით ქვებს ესურვე. ეხლა როგორც არ უნდა მომწონდეს მე ბაქრაძე, ან არ მომწონდეს, ან მათ მშობლებს, ან მათ იდეოლოგიებს იქ როყავთ. ესე იგი სირცხვილის კორიდორში ატარებენ ასანიძეს, შეიძლება არ მოგწონდეს მისი პოლიტიკური ხედვა, ოლიმპიური ჩემპიონს. მე მატარებენ სირცხვილის კორიდორში ევროპასთან და ბურჯანაძესთან დადიან და ნოღაიდელთან დგებიან და 1000 ვიღაცებთან დგებიან, რომლებთანაც საერთოდ არ შეიძლება დალაპარაკებაც კი, იმიტომ რომ არ აქვს მათ ამის მორალური, ასე ვთქვათ, მანდატი და ხების მანდატზე ლაპარაკობენ. და როცა ერთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მე ჩემ ასე ვთქვათ ამ პოზიციას დავასრულე. იგი მუდმივად ისმის რომ შიშველი ხელებით ხდება ეს ყველაფერი და მე რაღაც ვერ დავინახე შიშველი ხელები ყველგან, სულ ყველას ან ჯოხი უჭირავს, ან ბეისბოლის ბიტა, ან ქვა უჭირავს ხელში, ან კვერცხი ჯანდაბას და წყალი ჯანდაბას, იმიტომ რომ ეხა ეს არ არის, აქედან არ შეიძლება კვერცხის როლი და წყლის როლი შეიძლება, არ მიაყენო ადამიანს ისეთი ზიანი, მორალურ რა თქმა უნდა მიაყენებ, მაგრამ არა, ასე ვთქვათ, ფიზიკური, მაგრამ ჯოხები რო გეჭირავდა ქვას და ლოდებს რო ისვრი, ეს რანაირი შიშველი ხელებია, მაინტერესებს. მე უბრალოდ გეტყვით, რადიკალური ოპოზიციისთვის არის დამახასიათებელი და გავიხსენებ 1968 წელს მაგალითად ჰოლანდიაში რა დევიზი და რა ლოზუნგი ჰქონდათ იქაურ რადიკალურ ოპოზიციას. სხვათა შორის რადიკალური ოპოზიცია რო წინთ მაგალითად რადიკალური ოპოზიცია არის პოლიტიკური ტერმინი. ჩაიხედონ ლექსიკონებში, ჩაიხედონ განმარტებით ლექსიკონი, ნახავენ რომ როგორ განსაზღვრავს პოლიტიკური ასე ვთქვათ პროფესიონალები, როგორ განსაზღვრავენ რადიკალურ ოპოზიციას. ერთად დავასრულებ. ესე იგი რადიკალური და აი ესეთი რადიკალური ოპოზიცია ჰოლანდიაში 68 წელს ამბობდა პირდაპირ და ამბობდა ღიად. ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ რადიკალური ნაბიჯები და დაგვრჩა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გამოწვევა ქვეყანაში. სხვა ჩვენი შანსი არ აქვს. აი ეს რომ მათი სიტყვა გამომაცინალებს. ასე რომ ეხლა აქაც იგივე ხდება. ჩვენამ კითხებს დაუსვამთ ოპოზიციის ლიდერებს ბატონო გიორგი, დრო იწურება უბრალოდ და მოკლე პასუხი მაინტერესებს. თქვენი როდესაც ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს შეიკრიბა პარლამენტი, საკმაოდ ისეთი რთული დასასრული ქონდა ამ პირველ სხდომას. თქვენ როგორც უმცირესობის წარმომადგენელი, როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია საკანონმდებლო ორგანომ გააგრძელოს მუშაობა და თქვენ პირადად ემხრობით თუ არა იმას, რომ გააგრძელდეს სხდომები თქვა ამ პირობებში? მე მინდა ყველას უთხრა რომ მოკლე პასუხი თუ შეიძლება. მოკლე პასუხს გეუბნებით, აუცილებლად გააგრძელებს საკანონმდებლო ორგანო მუშაობას პარლამენტი, მეც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, ამ ტურები და ის არ გამოგზავნონ, ვერავის ვერ შეაშინებენ. ანუ მზად ხართ ისევ გაიაროთ ესეთი სირცხვილის დერეფნები? სირცხვილის დერეფნებს მოუწყობ იქით, ოღონდ ცოტა ის შემდგომში ნახავენ როგორ სირცხვილის დერეფნებს მოუწყობ, ოღონდ მოვიდნენ ლიდერები, ამ ბავშვებს მოგზავნიან. ამ ანგაჟირებულ მასას რაღაცას უციგნურ ბავშვებს, ზოგი 15 წლის არის, ზოგი 35 წლის არის, ერთი კატეგორიისები არიან. ლაპარაკი არიციან, მეტყველება არიციან, რაღაც ხუთ სიტყვა და ამას აყვირებენ. თვითონ მოვიდნენ და ერთი დამხვდნენ იქ შესასვლელში და დამელაპარაკონ. რა ის გამყრელიძე რომ იყვირა გადარიეს ბავშვები და მერე წავიდა და კურდღელს სხვას ეძახის და კურდღელებით რო გაიპარა იქიდან. სად იყო იქ გამყრელი? არა, კურდღელი არ არის, ცუდი სიტყვა კურდღელი მესმის ორი თვია უკვე და კურდღლობა იმას ნიშნავს, როცა სხვის შვილებს, თავის შვილებს სახში დამალავენ, ანუ ცხოვრიში ან სადღაც სხვაგან კიდევ. და სხვისი შვილები თუნდაც რომ საქმე გააკეთონ და თვითონ ხელისუფლებაში მოვიდნენ და იმ სხვის შვილებს სხვათა შორის მე სხვა დროს დაიჭერენ, როგორც ამას ბოლშევიკები აკეთებენ, ეს მეთოდები მათ კარგად გათვისებული. დიდი მადლობა გიორგი თორთლაძე უმცირესობის წარმომადგენელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჩვენ ამ თემებზე საუბარს, რა თქმა უნდა განვაგრძობთ შემდეგ ოპოზიციის კიდევ ერთ ლიდერთან ლევან გაჩეჩილაძესთან, რომელიც გადაცემის ბოლოს იქნება ჩვენი სტუმარი. რამდენიმე წამში კი გიგა ბოკერია უკვე ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და მოსალოდნელი დიპლომატიური გამოწვევები. კონსულტაციები გაერო შტაბ-ბინაში, დარჩება თუ არა მისია შეუსრულებელი დიპლომატიური ომი რეზოლუციის მიღების წინ. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილი გაეროს მისიის შენარჩუნების, ვერ დაუშვებთ კომპრომისებს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
გაუძლებს თუ არა გაერო მოსკოვის შანტაჟს, რა გზებით ცდილობს რუსეთი ოკუპაციის ლეგიტიმაციას. აქტიური კონსულტაციები ყველა დონეზე და გააქტიურებული მოკავშირეები. რა იქნება ვაშინგტონში ჰილარი კლინტონთან დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა? მთავარი თემა იქნება უსაფრთხოების საკითხები საქართველოში, პირველი და მეორე უკვე ქარტიაზე მუშაობის დაწყება. ბუშის ადმინისტრაციის დოკუმენტი, რომლის შესრულებაც თავის თავზე ობამას კაბინეტმა აიღო. ქარტიაში გაწერილი პუნქტები რასელოდება თბილისი ვაშინგტონისგან. სტრატეგიული პარტნიორების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მიმართულებით გაღრმავება ამ ურთიერთობების ჩვენ ქვეყნებს შორის არის სწორედ ჩვენთვის საუკეთესო გზა უპასუხოთ ამ საფრთხეებს, რომელიც ქართული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე დგას. ქვეყნის გარეთ მიმდინარე მოლაპარაკებები საქართველოზე და გააქტიურებული ქართული დიპლომატიური პოლიტიკა. გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დღეს პოზიციაში. სტუდიაში საუბარს განვაგრძობთ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და საუბარს ჩემს სტუმართან გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჩემს სტუმარი. დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. საუბარს დავიწყებ უშიშროების საბჭოს ხდომით, რომელიც დაგეგმილია 15 ორშაბათს, სადაც უნდა მიიღონ რეზოლუცია საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რაზეც გუშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ აქვს იმედი, რომ საქართველოს სუვერენიტეტს ეს არ შეეხება, ისეთი შინაარსის იქნება ეს რეზოლუცია, მაგრამ სანამ ამ დეტალებზე ვისაუბრებდეთ, დღესაც მიმდინარეობდა კონსულტაციები, ამიტომ პირველ რიგში მინდა გითხოთ, რა ინფორმაცია გაქვთ, ანუ როგორ მიმდინარეობს ეს კონსულტაციები, ვთქვათ ორშაბათამდე? უკანასკნელი ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჩვენს მოკავშირეებს აქვთ იმ ტიპის პროექტი, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედის, რომელიც შედის უსაფრთხოების ინტერესებში, ჩვენი მოქალაქეების, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ, საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილში და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ინტერესებში. ეხლა მთავარი საკითხი არის რუსეთის პოზიცია. საბედნიეროდ ის მდგომარეობა, როდესაც იყო საფრთხე, რომ მიღებულიყო რეზოლუცია, რომელშიც ამ ძალიან სამწუხაროდ სუსტი გაეროს მისიის ფასად მოხდებოდა უკან დახევა და შეცვლა ტექსტის და დასუსტება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის და სუვერენიტეტისა, ჩვენ მოსაზრებით და ჩვენი ინფორმაციით არის თავიდან აცილებული. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ გაეროს მისია იქნა შენარჩუნებული, თუნდაც სუსტი მისია, როგორც იყო მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ გვინდა მისი გაძლიერება, მაგრამ სუსტი მისიის შენარჩუნება იმ ფასად, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოზიციაში მოხდეს უკან დახევა არსებითი, საქართველოსთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ამ ხელისუფლებით, რომელიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავს. არის კატეგორიულად მიუღებელი. შინაარსი თუ იქნა მიუღებელი ქართული მხარისთვის, საქართველოს უარს იტყვის გაეროს მისიაზე, ეს რაღაც ესე ცალსახად შეიძლება ითქვას. შეიძლება ითქვას, რომ თუ ეს მისია არ პასუხობს არც ჩვენი მოქალაქეების დაცვის ინტერესს და ამავე დროს ეჭვის ქვეშ აყენებს რაიმე ფორმით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ახდენს ლეგიტიმაციას ან სრულს ან ნაწილობრივს რუსული ძალადობის და რუსული ოკუპაციისა, ეს იქნება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი და არა მარტო საქართველოსი და ამას საქართველოს ხელისუფლება არ დაეთანხმება არასოდეს, მაგრამ ჩვენი ამოცანა ის არ არის, რომ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ჩვენი ამოცანაა, რომელსაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეხლა ვასრულებთ წარმატებით, რომ ჩვენი მოკავშირეები დაგვერწმუნებინა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დავარწმუნოთ კიდევაც, რომ ასეთ კომპრომისზე წასვლა უბრალოდ მისიის შესანარჩუნებლად არ შედის არავის ინტერესში, გარდა რუსეთისა, გარდა აგრესორისა და სწორედ ამიტომ არის დღეს დინამიკა ასეთ ბევრად უფრო საიმედო მომენტში, იმიტომ რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებისას ეს იყო ბუნებრივია საგანგაშო სიგნალი ჩვენთვის, რომ რუსეთმა ყველა იმ რესურსის გამოყენებით, რომელიც მათ აქვს, ღია შანტაჟით, აი ფარულით კი არა, ღია შანტაჟით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ჟენევაში, მოახერხა ჩვენთვის და საერთოდ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის ძალიან სახიფათო ტენდენციის დამკვიდრება გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაში, პრაქტიკულად ნაბიჯების გადაგმა ლეგიტიმაციისკენ მათ მიერ ჩადენილი ოკუპაციისა. ამ საგანგაშო სიგნალის შემდეგ ბუნებრივია ჩვენი დიპლომატია, პირველ რიგში პრეზიდენტი დაწყებული, ჩვენი უწყებით გაგზავნილი და ყველა დონეზე ძალიან აქტიურად შეება მუშაობაში და მთავარი სამიზნე ჩვენთვის იყო ჩვენი მოკავშირეებისთვის იმის ახსნა, რომ ამ ტიპის თამაშში შესვლა რუსეთთან არის სახიფათო და არაფრის მომტანი, იმიტომ რუსეთს აინტერესებს საერთაშორისო მისია ამ შემთხვევაში მხოლოდ იმისთვის, რომ მოახდინოს ლეგიტიმაცია საკუთარი საოკუპაციო ძალების, საკუთარი ქმედებების და შემდეგ მუდმივად ყავდეთ ყველანი დაშანტაჟების რეჟიმში, რომ თუ კიდე არ გადმოგვიგდებთ რაღაცას, მაშინ მოკლავთ მისიას, მაშინ როდესაც რეალურად სამწუხაროდ როგორც გითხარით, ეს მისია ვერ იცავს ჩვენ მოქალაქეებს. სწორედ ამაშიც ხო დემაგოგია, რომ კი მაგრამ ვიღა დაიცავს ჩვენ მოქალაქეებს, სამწუხაროდ
ამ მისიამ ვერ დაიცვა ჩვენ მოქალაქეები მთელი ამ წლების განმავლობაში 90 წლების ბოლოს კიდევ ერთი ეთნიკური წმენდა იყო და გამოყრა იქიდან ეთნიკური ქართველების სულ ცოტა ხნის იყო რუსების ღია აგრესია ინტერვენცია ამ მისიამ ვერ შეძლო ვერანაირი პოლიტიკური შემაკავებლის როლის თამაში. გასაგებია ბატონო გიგო ეს არის პრობლემა რომ ყოფილიყო რეალურად ისეთი ალტერნატივა რომ ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით მაინც ვიღებთ მყარ გარანტიებს ამ შემთხვევაში კიდევ შესაძლებელი იქნებოდა სერიოზულად ფიქრი რაღაც გარიგებაზე, მაგრამ ამ ვითარებაში ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია და ჩვენ მოვახერხეთ აი ამ აქტიური მუშაობის შედეგად გაეროს გეომდივნის მოხსენების შემდეგ განსაკუთრებით რომ ძალიან მაღალ დონეზე მოხდა ჩვენი მოკავშირეები ქვეყნების შიგნით ჩართვა ამ საკითხში. შეხება მობილიზაციას საფრანგეთის განსაკუთრებით უმაღლეს დონეზე მოხდა ჩართვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბუნებრივია პირველი ინსტინქტი ხშირად ბიუროკრატიის და ჯანმრთელი კეთილმოსურნის ინსტინქტი არის რომ მისია თუ ყველაზე საშიშია თუ მისია არ იქნა და ყველაფერი გავაკეთოთ რომ რაღაც სტატუს quo შევინარჩუნოთ. ეს იყო ჩვენი პრობლემა რუსეთის ბოლო აგრესიამდეც და საფრთხეც ამ შემთხვევაში იყო სწორედ ამაში. და შეგვიძლია თქვა სანამ ეს დასრულდება ეს პროცესი რომ ჯერ კიდევ არის საფრთხე, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ბევრად ნაკლები. ანუ არ არის რუსეთმა ვეტოს უფლება გამოიყენოს ბატონო. არა, პირიქით, სამწუხაროდ სავარაუდოა რომ ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, უბრალოდ მან ვეღარ მოახერხა ამ ეტაპზე ასე და იმედი გვაქვს ეს დარჩება, რომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება მოკავშირეების მხარდაჭერით, რომ შეინარჩუნებდა მისიას და ამის გამო წასულიყვნენ მოკავშირეები დათმობებზე და ამ ფასად მოიხსნა საკუთარი ქმედების ლეგიტიმაცია, მოიხსნა პოლიტიკური თვირთი საკუთარი მხრებიდან და შეინარჩუნებენ ეს თამაში. ის თამაში, რომელიც ჩვენ გვქონდა წლების განმავლობაში, ხა მესმის რომ ძველი პრეზიდენტის კრიტიკა შევარდნაძის გულისხმობა ადვილია და მესმის რომ ის ძალიან მძიმე დღეში იყო 94 წელს, მაგრამ მაშინ დაშვებული შეცდომა ჩვენი აზრით, შესაძლოა თქვა იძულებითი ნაბიჯი, ძალიან ძვირი დაუჯდა თაობებს რუსეთმა ჩაიგდო ხელში ლეგიტიმური ინსტრუმენტი მუდმივად საქართველოს რყევის მათ შორის ეთნიკური წმენდის მოწყობისას, ანუ იმ მექანიზმმა ვერავის დაცვა ვერ მოგცა, ბოლოს აგერ აგვისტოთი დამთავრებული და მთელი ამ წლების განმავლობაში საუკეთესო მოკავშირეებთანაც კი საქართველოსი რთული იყო იმის მტკიცება, რომ სტატუს quo უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ის სახიფათოა. მაგალითად სამშვიდობოების საკითხს ძალიან დაძაბული რეაქცია ჰქონდათ მოკავშირეებს და ესეც დისტანციიდან ბუნებრივი რეაქცია, იმიტომ რომ არეულობა არავის არ უნდა. ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს, არა მარტო ეხლა, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში კიდე 4 წელი თუ რამდენი ხანიც არის, არამედ ნებისმიერ მომავალი პერიოდისთვის არ წავა იმაზე, რომ თაობებს დაუტოვოს ჩვენი მტრებისთვის ეფექტური ინსტრუმენტი და მოახდინოს ლეგიტიმაცია იმის, რაც მოხდა აგვისტოში. კარგით, ბატონო გიგო. იმ ბრძოლაში, რომელიც გრძელდება. როდესაც თქვენ ხა ახსენეთ ძალიან ბევრჯერ რომ ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია ეს თქვა იგივე ალბათ ქართული დიპლომატიის და საგარეო უწყების და ზოგადად ხელისუფლების, მაგრამ არ იყო აქტიური თქვა მანამდე, იმიტომ რომ როდესაც ეს გენერალური მდივნის მოხსენება გავრცელდა, თქვა შუალედურს გულისხმობს, სწორედ იქ არ იყო არ ეწერა აფხაზეთი როგორც საქართველოს ნაწილი და მაშინ გაისმა კრიტიკა თქვა თქვენი უწყების დიპლომატიის მისამართი და ითქვა რომ ეს არის თქვა წარუმატებლობა ელჩის გაეროში. ანუ თქვენ თვლით რომ ეს იყო იგივე ელჩის წარუმატებლობა და მისი არ მუშაობის თუ ზოგადად ქართული დიპლომატიის მარცხი თუ თქვა ნაკლებ აქტიურობა. ელჩის შემიძლია ცალსახად თქვა ეს იმდენად არასერიოზულია რომ ბევრ კომენტარს ამაზე არც გავაკეთებ და თორშორის აბა ელჩმა ბატონმა ოლმაიამ absolut უსაფუძვლო კრიტიკა დაიმსახურა ზოგიერთი ჩვენი ან გაუთვითცნობიერებელი ან უპასუხისმგებლო ოპონენტისგან, ელჩი რომელიც ასრულებს საკუთარი უწყების ინსტრუქციებს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს, იმსახურებს არა კრიტიკას და აბსურდულ მოთხოვნას გამოწვევს, არამედ ქებას. რაც შეეხება იმას, რატომ გააქტიურდა ამის შემდეგ ჩვენი დიპლომატია მხარ მოადუნა კორპორატება საგარეო, ანუ რა მივიღო ნებისმიერი კრიტიკა, მაგრამ ჩემი აზრით თუ იმას აინტერესებს, ეს საკითხი იყო ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩვენ დღის წესრიგში. ჟენევაში საწმინდის მოლაპარაკებები მის მიღმა ყველა დონეზე, მაგრამ იმისთვის რომ ტემპერატურა იქნას აწეული, რასაც აგერ მაგალითად მოვიყვანე, აქაც კი კრიტიკა მოყვა, ანუ მწვავე განცხადების საფუძველი მოგცა ამ მოხსენება. ანუ განგაში შემკრეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა რომ ყველამ გაიგოს. თავისთავად საკითხის ესე დაყენება, რომ იცით რა, ჩვენ მზად ვართ წავიდეთ იმაზე, რომ გაერის მისია არ იყოს, არ არის ყველაზე უფრო მომგებიანი პოზიცია. მით უმეტეს რომ ჩვენ ზოგადად დაინტერესებული რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი იყო საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის მიღმაც. მაგრამ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენება იყო სახიფათო ტენდენცია და ამავე დროს იყო შესაძლებლობა ამ განგაშის უფრო მაღალ დონეზე აწევის და ამის ნაწილი იყო სხვა შორის ელჩის განცხადებაც, რომელიც აღწერდა რეალობას. თუმცა თუ კი იქამდე მოვაკელით რაღაცა, ვეცდებით და ვეცადეთ რომ ეხლა ამის კომპენსაცია მომხდარიყო იმისთვის რომ მივახციოთ ჩვენთვის სასურველ მიზანს. ან შევინარჩუნოთ მისია, რომელიც
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კონტექსტშია და ამ მყარი სამართლებრივი გარანტიის კონტექსტშია, ან ვაიძულოთ რუსეთი მთლიანად აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მან დაბლოკოს მისია და არა საქართველო, ან მომავალში და ამისთვის დღევანდელი ნაბიჯებია საჭირო მივახციოთ ძლიერ მისიას, რომელიც დაიცავს რეალურად საქართველოს უსაფრთხოებას, დაიცავს ჩვენ მოქალაქეებს შიგნით და არა ისეთ მისიას, რომელიც მხოლოდ სადამკვირვებლობა ძალიან სუსტი ინსტრუმენტებით არის აღჭურვილი. ჩვენ ცოტა დრო გვაქვს და მომდე რამდენიმე საკითხი რაც პრეზიდენტმა ისაუბრა კიდევ ერთხელ მაყურებელი. არის კიდევ ერთი გზა, რასაც საქართველოს უჭერს მხარს, ეს არის ტექნიკური გაგრძელება, რაც გულისხმობს, რომ მხარეები არ ეხებიან საკამათოდ ფუნდამენტურ საკითხებს, უბრალოდ აგრძელებენ იმ მისიას ძველს. ამით ვინარჩუნებთ სუსტ, მაგრამ მაინც გაეროს მისიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ამავე დროს არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგება რაიმე სახით ლეგიტიმაციისკენ რუსული აგრესიის ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვისქვეშ დაბერებისკენ. ბატონო გიგა, თქვათ უარესი ის რომ განვიხილოთ, ასე ვთქვათ, ვარიანტი, აღარ იქნება ვთქვათ გაეროს მისია აფხაზეთში, უთო წვეთს 22 ივნის თუ არ ვცდები ზუსტად მისია საქართველოში, ანუ შესაძლოა საქართველოს დადგეს ისეთი ვთქვათ რეალობის წინაშე, რომ კონფლიქტის მხარებთან დარჩეთ პირისპირ, ანუ თუ აღარც გაეროს მისია იქნება, აღარც უთოს მისია, არის მხოლოდ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებსაც ფაქტიურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უშვებს რუსული მხარე, არის ეს რაღაც უფრო მეტი საფრთხის შემცველი. იგივე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც იქ ცხოვრობენ. სწორედ ამაში პირველ რიგში ევროკავშირის მისიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ის არ აძლევს რუსეთს შესაძლებლობას, თუნდაც აბსურდული აბსოლუტურად, მაგრამ ახალი რაიმე ლეგენდის შექმნისა შემდგომი აგრესიის განსახორციელებლად. მას მოაქვს გამჭვირვალობა და მე პირადად ვარ ამის მოწმე ჟენევაში, ყველა ჯერზე როცა რუსეთის ფედერაცია ცდილობს, რომ დაიწყოს საფუძვლის ჩაყრა ახალი აგრესიისთვის, რომ იქ რაღაც ქართული საფრთხეა და შემდეგ, ჩვენ გვყავს საერთაშორისო ევროკავშირის მისია, რომელიც ყველა ამ ბრალდებას აბათილებს, იმიტომ რომ ეს სიცრუეა და იმიტომ რომ ის არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ ამის მნიშვნელობა არის უზარმაზარი. რაც შეეხება შიგნით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ უნდა გქონდეს ილუზია. ეუთოს მისიასაც დაინტერესებული ვიყავით და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვინარჩუნებინა და ეხლაც იგივეს გავაკეთებთ გაეროს მისიისთვის. მაგრამ ამ ორივე მისიის ეფექტურობა შიგნით, როგორი იყო იხილა მთელმა საქართველომ, მთელი ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ამ ბოლო აგრესიისას. ასე რომ ეს თქვენ არ გულისხმობთ ციტირებას ახლა თქვენ დემაგოგია იმის რომ კი მაგრამ ჩვენ ახლა რაღაცას ჩვენი მყარი პოზიციის გამო ვკლავთ ისეც რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ გსურს რომ შევინარჩუნოთ მდგომარეობა, როდესაც რუსეთი არის მუდმივი წნეხის ქვეშ, როდესაც რუსეთს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, რათა თუ დღეს არა ხვალ მივახციოთ რეალურ თუნდაც კომპრომისულ, მაგრამ ეფექტურ საერთაშორისო მექანიზმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც მართლა უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან უსაფრთხოებას, მართლა უზრუნველყოფს იქ მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს სამშვიდობო პროცესის რეალურად გაგრძელებას. კარგი, და ბატონო, ამ ფონზე სწორედ ჩვენ ახლა გაეროზე ვსაუბრობთ, მაგრამ იწყება პარალელურად აქტიური მუშაობა შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ქარტიის ამოქმედებაზე და გეგმილია იგივე ვიზიტი, ვთქვათ, გრიგოლ ვაშაძის და ჰილარი კლინტონის შეხვედრა ორ კვირაში. მე უბრალოდ მაინტერესებს, როდიდან ამოქმედება, ამასაც გულისხმობთ, რაზე აისახება ამ დოკუმენტის ამოქმედება და ვთქვათ, იგივე როგორ იგრძნობს ამას თითოეული მოქალაქე, იგივე უსაფრთხოების თვალსაზრისით დემოკრატიული რაც შეტანილია პუნქტები, რო აღარ ჩამოვა. პირველ რიგში ასე საკითხის დაყენება არ იქნება სწორედ არ ამოქმედება, ის და ყველა მიმართულებით წინასწარი მოლაპარაკებები და კონტაქტები დაწყებული იყო ხელმოწერიდან ქარტისა. ეს იყო აბსურდი, რაც ჩვენ გვესმოდა, რომ ეს ქარტია წინა ადმინისტრაციის საქმეა და ჩუმად იქნა მიღებული. ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ. ეხლა დღეს იმედი მაქვს, რომ არც ერთ ჩვენი ბჭყალებში კეთილმოსურნე ქვეყნის გარეთაც ამ სისურელეს აღარ გაიმეორებს, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი არის ახალი ადმინისტრაციისთვის ბუნებრივია, თავარი დოკუმენტი საქართველოსთან ურთიერთობისთვის, მაგრამ კონტაქტები დაწყებული იყო ყველა სფეროში, პირველ რიგში თავდაცვის სფეროში პენტაგონთან, მაგრამ დღეს მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა ახალი ადმინისტრაცია, ამას დრო დაჭირდა. გამოიკვეთა რითო პრიორიტეტი გაღრმავება ყველა მიმართულების, რომელიც მოცემული არის ქარტიაში. ამას გულისხმობდე უფრო კონკრეტულად მიმართულება, როგორც გახსოვთ, ეს არის საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, ეს არის უსაფრთხოება, თავდაცვა ქვეყნის, ეს არის ეკონომიკური ურთიერთობა და ეს არის ადამიანებს შორის ეგრეთვე ურთიერთობა, ანუ გაადვილება კულტურული კავშირები. ყველა ეს საკითხი ეხება პირდაპირ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, როგორც შეიძლება ეს ყისიერად ყველამ არ იგრძნოს. საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის საქმეში მხარდაჭერა შეერთებულების როგორც მატერიალური, ისე სხვა სახის, ანუ საექსპერტო და გაძლიერება ჩვენი თავდაცვის უნარიანობის, მაგრამ ამას ახსნა არ ჭირდება, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენთვის. როგორც პოლიტიკური გზავნილი და როგორც მატერიალური, კონკრეტული ფიზიკური ქმედება. ჩვენი რეფორმების მხარდაჭერა ზოგადად ეს არის მთელი საქართველოს ინტერესი, ანუ ჩვენი დემოკრატიის გაძლიერება, ამიტომ ამაშიც ბუნებრივია ყველა დოლარი, რომელიც დაიხარჯება თუ სახსრები, ისე როგორც ადამიანური რესურსი არის უნიშნულოვანესი ჩვენთვის. ეკონომიკური საკითხი. ჩვენ თქვენ იცით ალბათ, რომ ცოტა ხნის წინ სენატორმა კერიმ მოახდინა ინიციირება საქართველოს და შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების
ახალ ეტაპზე გადასვლის, ეს პირდაპირ ინტერესში შედის საქართველოს ეკონომიკის, რომელიც აშენებს ღია ეკონომიკას და დამოკიდებულია ინვესტიციებზე და ამ კრიზისის ფონზე ასეთი სიგნალიც კი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს რომ დღეს როგორც ირკვევა ამ ყველაფრის განხორციელება და გაღრმავება მოხდება ძალიან სწრაფად, ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი იქნება ბატონი ვაშაძის ვიზიტისას სახელმწიფო მდივან კლინტონთან, ასევე შედგება უკვე კონკრეტული მუშა ჯგუფების შეხვედრა ამ 4-ვე მიმართულებით. ასე რომ ამის გადაფასება ამ მნიშვნელობის ამ ყველაფრის არის შეუძლებელი. კარგი და ბოლო კითხვა, ასე ვთქვათ, დაგეგმილეს ობამა მედვედევის შეხვედრა, თქვენ ამაზე სხვათა შორის რუსთაველის ეთერში ისაუბრეთ, რომ საქართველოს ალბათ იქნება საუბარი და გაქვთ იმედი შეერთებული შტატების მხარდაჭერის, იმიტომ რომ მათ არაერთხელ გამოთქვეს ეს პოზიცია, მაგრამ ამ ფონზე ჩვენ სულ საუბრობთ ამ შუამავლების საშუალებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან, ამაზე არაერთი განმარტება გაკეთდა, დრო რომ არ კარგოთ ხელისუფლების მხრიდან განცხადებები მოსმენილი გვაქვს, მაგრამ მაინც მაინტერესებს უშვებთ თუ არა, ვთქვათ, ოდესმე პირდაპირ, ოდესმე გულისხმობ ახლოს მომავალში, ვთქვათ, პირდაპირ დიალოგის დაწყებას რუსეთთან, თუნდაც რაღაც ნაკლებ მნიშვნელოვან თემებზე, რომ მე ეს ყველაფერი მივიდეს, ვთქვათ, დეოკუპაციის საკითხებზე მოლაპარაკებებზე, თუ ეს ჯერ გამორიცხულია, ვთქვათ, ხელისუფლების. პირველი ჯერ ერთი ჟენევის მოლაპარაკებები, რომელიც არის შედეგი სააკაშვილის და მედვედევის შორის სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეტყვის შეთანხმებისა მიმდინარეობს. მოსაკითხია რუსეთის ჯერჯერობით როგორ იქცევა იქ, მაგრამ სწორედ ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსეთთან, მაგრამ არა მარტო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით. ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს და შეერთებული შტატების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც გაგრძელდება ეს კონტაქტი და ჩვენ ამაში დაინტერესებული ვართ. მაგრამ ილუზია არავის არ უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ახსენეთ პირისპირ საუბარი, პირისპირ თუ დავრჩით ამ ვითარებაში ეს რამეს კარგს მოუწევს საქართველოს. ეს არ უნდა მოხდეს, ეს არ მოხდება და აღარ მოხდება არასოდეს. სწორედ ამიტომ მედვედევის და ობამას შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, როგორი მაღალი პოლიტიკური ფასი აქვს რუსეთისთვის იმას, რაც მათ მოიმოქმედეს და როგორი კატასტროფული შედეგები იქნება მათთვის რაიმე შემდგომ ფართომასშტაბიან აგრესიას და რომ ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთისთვის, რომელიც არ არის თლად ჩრდილოეთ კორეა და დაინტერესებულია, რომ ყველგან რაღაც კვაზი ლეგიტიმური ან ნახევრად სოლიდური სტატუსი ჰქონდეს, შეუძლებელი იქნება ამ პროცესის გაღრმავება, თუ ის ამ პოლიტიკას აგრძელებს საქართველოში. ეს იყო საქართველოს ინტერესი და ამ ინტერესს ჩვენ ბოლომდე მივსდევთ და გვაქვს ყველა საფუძველი იმისი, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს იქნება ერთ-ერთი საკვანძო საკითხი. ეს არ ნიშნავს, რომ ილუზია გქონდეს, რომ ყისიარად გადაწყდება საკითხი. ჩვენ ვართ გრძელვადიან ბრძოლაში, მაგრამ ამ ბრძოლაში გვყავს მეგობრები და ამ ბრძოლაში გვაქვს ჩვენი ხალხის მხარდაჭერა და რწმენა, რომ ბოლომდე მივიღოთ და ამ გზაზე არ დაუშვებთ ისეთ შეცდომებს, რომელიც შემდეგ წლების განმავლობაში წინ დახვდება შემდეგ თაობებს და გაგვირთულებს იმ ამოცანის მიღწევას, რასაც თლიანი, თავისუფალი, ევროპული, ევროატლანტიკური საქართველო ქვია. ამ გზით უნდა წავიდეთ და ეს იქნება ჩვენი ამოცანა და თუ 2 წუთი ხო არ გვაქვს კიდევ. წუთი. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ თქვენ შიდა პოლიტიკაზე გქონდათ საუბარი და გადავიჭრე ამ საკითხზე, მაგრამ თავარი გზავნილი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ის, რომ ამ საკითხებზე როგორი გაყოფილიც არ უნდა იყოს ქართული საზოგადოება რაღაც საკითხებში, არის მყარი ერთიანობა და ძალიან საგანგაშოა, როცა ზოგიერთი პოლიტიკური ძალისგან ისმის სიგნალები, რომ ჩვენ სხვანაირები ვიქნებით რუსეთის მიმართ. ჩვენ შევთავაზებთ მათ რაღაცას, თუმცა ამას არავინ არ აკონკრეტებს, რაც დაარეგულირებს ურთიერთობას. იმიტომ რომ თავად რასაც უნდა მივახციოთ არის ის, რომ ყველა ჩვენო მტერმა უნდა იცოდეს, რომ წლების მერე ან იქამდე რომ შეიცვალოს ხელისუფლება, არის საკითხები, სადაც საქართველოს არანაირ კომპრომისზე არ წავა. ეს არის მისი თავისუფლება და სუვერენიტეტი. და როცა ისმის სიგნალი, რომ ჩვენ სხვანაირები ვიქნებით, ეს არის წახალისება შიდა საქმეებში მტრის ჩარევისა. ნები თუ უნებლიეთ, როცა ისმის, რა ვიცი, აღმაშფოთებელი საგანგაშო განცხადებები, რომ თუნდაც საქართველოს ბრალია ომი, როცა თელმა მსოფლიომ იცის რა მოხდა, თელმა მსოფლიომ დღეს თუ არ ვწდები ამ ცნობილი წიგნის პრეზენტაციის სიუჟეტი ქონდა, თუმცა ეს წიგნი რომ არ ყოფილიყო, ეს საქართველოს ყველა მოქალაქე მიცის. ამით ხდება სპეკულირება და აქ აქვს ვინმეს იმედი, რომ ამით პოლიტიკურ ქულებს დააგროვებს თუ საქართველოს ამ შემთხვევაში მის ხელისუფლებას დაბრალდება ეს არის საგანგაშო, ეს არ უნდა გაღრმავდეს და ამას უნდა მიცეს ჯეროვანი შეფასება. კარგი, ჩვენ ამ თემაზე სწორედ ოპოზიციის ლიდერი კოსტომარი და მასთან დავსვამ შეკითხვებს. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ დრო ამოიწურა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია საუბრობდა პირდაპირ ეთერში ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და საგარეო გამოწვევებზე. ახლა რეკლამის შემდეგ კი უკვე ლევან გაჩეჩილაძე პოზიციის სტუდიაში. შავნაბადეს ტერიტორიაზე შედგება ლევან გაჩეჩილაძეს და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა. მარტო პრეზიდენტთან 2 საათიანი მოლაპარაკებები პირისპირ და განსხვავებული პოზიციები არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. შავნაბადედან გამოტანილი პირობა. რა ვიცი, შეპირებით შევიპირე. ყველა რო ყავს ეს ბიჭები დაჭერილი, ისინი მე ამ ხელგზაზე ყველა მატარებთ, ისინი მაინც გამოუშვით რა. რა რეაქცია მოხვა გაჩეჩილაძის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას თანამებრძოლებში? შეხვედრა მანდატით თუ მანდატის გარეშე? ჩვენი მანდატი ლევან გაჩეჩილაძეს ჩვენი პოლიტიკური პარტიის არ ეკნება. მას ჰქონდა ჩემი მანდატი, როდესაც ამ მოლაპარაკებებში მიდიოდა.
და არ ვიყავი მომხრე ამ შეხვედრის. შეხვედრა შედგა რა უთხრა სააკაშვილმა გაჩეჩილაძეს და რისთვის დაიბარა პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერი შავნაბადას რეზიდენციაში. შევხვდი მე რადიკალების ლიდერს, მე თქვა, თქვენც ხართ ამ პოლიტიკური სისტემის ნაწილი. ჩვენ ინტერესია რომ არ მოხდეს თქვენი მარგინალიზაცია. გაჩეჩილაძისთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება და მთავრობის ხდომიდან შეთავაზებული პოსტები ოპონენტებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ერთ-ერთი იყოს რადიკალების წარმომადგენელი. პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში გავაკეთეთ იგივე, სასჯელად სრულებითში გავაკეთეთ იგივე. უშუალოების საბჭოს რეფორმირება გავაკეთეთ. კონკრეტული წინადადებები ოპოზიციას თუ კონკრეტიკის გარეშე დასრულებული შეხვედრა შავნაბადაზე. არსებობს ესე დიდი დევიდ კოპერფილდი უდიდესი ფოკუსნიკია რა. იმ კაცმა თუ გამოიტანოს კონკრეტიკა ესეთი შეხვედრიდან დედას გეფიცებით რა. ლევან გაჩეჩილაძე მეტი კონკრეტიკით დღეს პოზიციის სტუდიაში. გადაცემა პოზიციაში მომიწვიეს დღეს. მაშინ წარმოგიდგენთ გადაცემის ბოლო ნაწილს და ჩვენს ბოლო სტუმარს ლევან გაჩეჩილაძეს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სახელმწიფოებისა ბატონო ლევან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენთან საუბარს ბუნებრივია დღეს დავიწყებ ამ დღევანდელი ინციდენტით რაზეც ხელისუფლების წარმომადგენელმაც ბევრი ისაუბრა და თქვა ჩვენ მოვისმენთ ოპოზიციის კომენტარები სადაც თქვენ უწოდეთ რომ ეს იყო სირცხვილის დერეფნები დეპუტატებისადმი მოწყობილი ვთქვათ რომელიც ოპოზიციის აქტივისტებმა და ახალგაზრდებმა მოაწყვეს ამ დროს ამას ხელისუფლებამ დღეს თუნდაც ამ სტუდიაში უწოდა ხულიგნობის ფაქტი. ანუ თქვენ როგორ აფასებთ, თქვა იქ ჩანდა კადრში იგივე ქვების სროლა, ითქვა ისიც რომ ეს არ არის შიშველი ხელები, ანუ თქვენი პოზიცია რა არის როგორც უკვე ოპოზიციის ლიდერის? უპირველეს ყოვლისა ვის კადრებში ჩანს და რა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შემდგომ ამ გადაცემაში მინდა საერთოდ ტყუილზე და მართალზე ვილაპარაკო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე რაც მინდა წინასწარ თქვა, რომ ისე ჯობდა რომ ბურჯანაძე მოგეწვიათ, იმიტომ რომ ბურჯანაძეზე ძალიან სერიოზული ჩვენ არაერთხელ დავაპატიჟეთ ქალბატონი ნინო ბატონელევანი. მოიწვიეთ ამ სტუდიიდან და მოვა პრობლემა არ არის. მოვიწვა აუცილებლად შემდეგ პარასკევს დიდი სიამოვნებით ამ სტუდიაში უმასპინძლებ ნინო ბურჯანაძეს. მე მინდა რომ თქვა რომ რა თქმა უნდა ჩვენ მე უბრალოდ მოდით ქრონოლოგია ავეწყოთ რაც ფაქტები და სიმართლე გვიჭირავს ხელში, ხო? აქციების დაწყების დღიდან გაილახა 80-ზე მეტი თუ 90-ზე მეტი ჩვენი მომხრე და აქტივისტი, ისე რომ ერთი მხარე იყო მხოლოდ დასჯილი და სხვა იყო გმირი. შემდგომ პოლიციელების მოვარდნა თუ არ ვცდები 26 მაისი იყო 28 მაისის ინციდენტი, სხვა ფურცელად 28 მაისი, რომელიც რატომღაც არანაირი ნიშნით არ სარგებლობდნენ და დაიჭირეს მხოლოდ ჩვენი აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც საპროტესტო ტალღაზე არიან შეერთებულები და მისი თანამონაწილეები არიან და სხვა პოლიციელები არიან გმირები, რატომღაც ყოველდღე დღითი დღე იჭერენ ჩვენს აქტივისტებს, მათ შორის და ცემენ ძალიან ცნობილ ხალხსაც. აი დღეს მაგალითად ამერიკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა რომ პაპუნა სვანიძე არის დაჭერილი, რომელიც თბილისშიც, ქუთაისშიც, მთელ საქართველოში ცნობილი ადამიანია და ამ კაცში ღიმილის მეტი მე არაფერი არ მინახია. რა ფაქტია და ეხლა ფაქტი ეხლა ოფიციალური ფაქტი დღეს არის მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის სურვილი და ფაქტი ეს არის ტყვილი და ტყვილი. ტყუილზედაც მინდა მოგახსენოთ, ეხლა ილაპარაკეს ძალიან ბევრი და კონკრეტულ თემებზე. მე გეუბნებით რომ ჩვენც გვექნება საშუალება კონკრეტულ თემებს გავყოთ უბრალოდ ორ დღეს პირდაპირ, როდესაც პირველი განცხადება 6 მაისს ტყვიების შესახებ იყო უგულებელყოფილი და შემდეგ თვითონ მას თქვეს რომ მოვიტყუეთ. ესე იყო პირდაპირ თვითონ იძახიან რომ მოვიტყუოთ. მეორე ტყუის გეტყვით, გამოდის პარლამენტის თავმჯდომარე და იძახის რის ბოდრუმი, რა ბოდრუმი, გამოდის სააკაშვილი და იძახის დიახად ბოდრუმში ვიყავთ მეორე ტყვილი. ეხლა ასე ხშირად რო იტყუებიან, ეხლა რა გასაკვირია რომ დღევანდელმა თქვენმა რესპონდენტებმა ტყუილით გაავსეს მთელი ქართული საზოგადოება. ბატონო, თუმცა ერთმანეთს კითხავთ, თქვენ საუბრობთ ხელისუფლების მხრიდან ძალადობაზე. შეიძლება გავაგზავნებ დღევანდელ ინციდენტს. არანაირი ანგაჟირებული ბავშვები ესენი არ არიან, ეს ბავშვები არიან ძალიან კარგი ბავშვები. ეს ამ ბავშვებს ბევრად უფრო მეტი აქვს წაკითხული ვიდრე ძალიან ბევრ თქვენ რესპონდენტებს მინდა ვთქვა და ძალიან სერიოზული განცდა აქვს თავისი სამშობლოს სიყვარულის, თავისი ქვეყნის სიყვარულით და განცდაც კიდე იმაში მდგომარეობს რომ ეს ბავშვები დარწმუნებულები არიან იმაშიც რომ ჩვენი ერთ დღეს დაიჭერენ და დაუჭერიათ კიდევაც ისინი ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ამაზედაც აწევენ ხელს, იმიტომ რომ საქართველოს სიყვარული არის უზენაესი, უმაღლესი, რომლის წინაშეც ვერავინ ვერ წავა, ვინც რაც არ უნდა უძახოს ამ ბავშვებს. ეს ბავშვები არიან ძალიან სერიოზული
პატრიოტები, ეს ბავშვები არიან მოწოდინებული იმით, რომ თავის ქვეყანას ემსახურონ და არ ემსახურონ ერთ ადამიანს, როგორც ხდება თქვენი რესპონდენტების სახით. ახლა მე არ ვიცი, მე რასაც ვისმენ, ეს არის ერთი ადამიანის სამსახური და მე რასაც ვხედავ, ეს არის სპეცნაზის და ხალხის საქართველო ორად გაყოფილი. მესმის და ბატონო ლევან, მაინც ვკითხოთ ამ ძალადობაზე, რადგან საუბრობდით, უბრალოდ ნიშნავს თუ არა ეს მაშინ, რომ ძალადობას გარკვეული ძალადობით პასუხობს, თქვა ოპოზიცია, იმიტომ რომ ითქვა ისიც, რომ თითო ლიდერები რატო არ მონაწილეობენ მსგავს, თქვა ინციდენტებში, თორემ ითქვა ისიც, რომ ძალიან ბევრი მშვიდობიანი და ამდენი 2 თვე მშვიდობიანი მიმდინარეობს ეს აქციები. კი, ისიც ითქვა, რომ ლიდერები არ მონაწილეობენ, თუმცა ლიდერებს თავები აქვთ დაჩეხილი და ხშირად, მინდა გითხრათ, რომ მე პირადად რამოდენიმეჯერ მქონდა ტვინის შერყევა და ფერცე გადავატარე, თუ მივასწრებთ, მონაწილეობთ, არ მივასწრებთ, არ მონაწილეობთ, ეხლა ვერ მონაწილეობთ ფიზიკურად. ითქვა ისიც, რომ ლიდერების ბავშვები არ მონაწილეობენ, მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ნინოს შვილები და მათ შორის მცირეწლოვანი ვაჟი სულთან ახლავს ხოლმე, ისევე როგორც ჩემი ჩანს და ჩემი შვილებიც და გინდაც დათო გამყველიძის შვილები, ახლა ჩვენ იქ ერთი ოჯახი ვითვართ, ჩვენ მე ვხედავ ყველას მიტინგზე, ექსცესების დროსაც და ისინი იქ დგანან და უბრალოდ ახლა ენას ძვალი არა აქვს იმის კლიმიაშვილზე განცხადების რო არ იყო. რაცო თუ პარლამენტშია მიიღოს ლუსტრაციის კანონი, მაგრამ რატო არ იღებენ ამ ლუსტრაციის კანონს? ძალიან კარგად იციან, რითაც დამთავრდება. ძალიან კარგად იციან, ვინ უნდა იყოს ლუსტრირებული. დღეს ესე მეჩვენება, რომ რუსეთს და სააკაშვილს აბსოლუტურად ერთ და იგივე თანხმედრი ინტერესები აქვს. ეს ინტერესი გამომდინარეობს იქიდან, რომ სააკაშვილსაც და რუსეთსაც უნდა საქართველოს დაკნინება. ამ დროს ანალოგიურ ბრალდებებს გიყენებთ თქვენ ოპოზიციას ხშირად, ბატონო, შეიძლება ეს პიროვნულად თქვენ არ ვიცი, არ სახელდება ხოლმე, მაგრამ იგი ერთიანობაზე იყო საუბარი, რომ როცა ესეთი გამოწვევები უნდა იყოს ერთიანი ოპოზიცია და ხელისუფლება. ეს ბრალდებები არის ტყვილი, ის ტყუილის მანქანა, რაზეც დგას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი. ეს ბრალდებები არის აბსოლუტური ტყვილი. ჩვენი პოპულისტური ლოზუნგი არ გვაქვს გამოკრული. მე თქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე სისხლცეულად მაქვს გათვითცნობიერებული, რომ ვინც არის ამ სისტემის, ამ რეჟიმის, ამ ტყვილის, ამ სპეცნაზის, ამ ძალადობის ავტორი. მე არსად არ მივსულვარ და ვიღაცას არ ჩავსაფრები ვარ. იუსაფრდებოდნენ ისინი, მე არ მივსულვარ და რუსთაველზე მე არ მომიყვანია ის პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმელში მოვიდნენ ისინი, მე არ მივსულვარ და მათის ვიდეო არც ერთი მიტინგი არ მინახია 10-15 კაცი რო არ იღებდეს კამერით ამ მიტინგებს იმისთვის რომ ეს მომიტინგეები ვერ შეგვაშინებენ, გამორიცხულია ჩვენი შეშინება, ჩვენ უკანა ნაბიჯი არ აგვაქვს. უკანა ნაბიჯი ჩვენი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საქართველოს უნდა დავტოვოთ გიენების ხელში და ამას ვერ გავაკეთებთ, გამორიცხულია. ამას ჯობია ციხეში ჯდომა, ამას ჯობია თავის გატეხვა და მეტი ჯობია, სულ არ მინდა სიკვდილი, მაგრამ სიკვდილი ჯობია ამას, რომ გიენების ხროვას დავუტოვოთ ეს საქართველოს. არ არსებობს, ეს არის გამორიცხული. ერთი ხელით დასაქმების ფორმულებზე ლაპარაკი და მეორე ხელით წახალისება, აბა ბიჭებო შეუტიეთ და აბა ბიჭებო გალახეთ და აბა ბიჭებო მოიტაცეთ და აბა ბიჭებო ვახოლაღიძეთ და მაგრამ ანალოგიურ რიტორიკაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ბატონო ლევან, იცით რატომ გიბრუნებთ ამ კითხვას? უბრალოდ ოპოზიციის ლიდერები ხართ, ოპოზიციის ნაწილზე პასუხისმგებლები, ხო სწორი? ამიტომ მე მინდა უბრალოდ თქვენი პასუხი და შეფასება მოვისმინო. ოპოზიციის მხარდამჭერებზე ვის დღეს მივიდნენ იგივე პარლამენტთან. ჩვენ თელ ხალხზე ვართ პასუხისმგებელი. კი ბატონო. ჩვენ თელ საქართველოზე ვართ პასუხისმგებელი, განსხვავებით სააკაშვილისგან და მერაბიშვილისგან, რომელიც არის პასუხისმგებელი მხოლოდ თავის ზონდერ ჯგუფებზე, მხოლოდ ახალაიებზე, მხოლოდ კოდუებზე, სანოძეებზე და ეგეთ ადამიანებზე. განსხვავებით იმათგან. მისმის ეს ბრალდებები, მაგრამ ეს არ არის ბრალდება, ეს არის ფაქტი. ეს არის ფაქტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და სანოძეზე, რომელიც არის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, იძახის, რომ რა მოხდა წყლით ერთობოდაო, ხო და დღესაც რა მოხდა წყლით ერთობოდა ჩვენი ბავშვები. ეს არის ფაქტი. მე ვლაპარაკობ, პირისპირებს ოპოზიცია. არაფერს იგი არა, კატათაგობანა თუ არის კატათაგობანა. დღევანდელი პარლამენტის ხდომა იყოს აბსოლუტურად კატათაგობანა. სხვა არაფერი არ ყოფილა იქა. ჩვენ ბევრჯერ გვითხოვთ, კი ბატონო, მობძანდით და იმუშაოთ. შედით ამ კორიდორებში. პრობლემა არ არის. ხა დილის-შვიდსაათზე მოსვლა, პულსის გაშინჯვა, რამდენად მზად არის ოპოზიცია, ვის ძინავს მე დაგიდასტურებთ ინფორმაციას, რომ პირველი მისვლა მოხდა დილა ადრიან. დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას ფაქტებით და ვიდეო მასალებით. კარგით, მაგრამ ოპოზიცია ხომ სულ ითხოვდა, რომ პარლამენტი შეკრებილი იყო, ეს κρიტიკის საგანი იყო თქვენი მხრიდან, რომ პარლამენტი არ მუშაობს, თქვა არიდებს კანონებს, მაგრამ ასეთ პირობებში თქვა და ეხლა მისცემ საშუალებას მუშაობის თუ იგივე. ასეთმა დეპუტატებმა უნდა იარონ კატეგორიული სიცხვილის კორიდორებში. უნდა იარონ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა ეს მათი პასუხისმგებლობა იმ დახრეტილი ბიჭების, იმ წაგებული ომის, პასუხისმგებლობა იმ დაკარგული ტერიტორიების, პასუხისმგებლობა ამ გიენების თარეშის. ეს არის მათი პასუხისმგებლობა. მარტო სააკაშვილი კი არ არის პასუხისმგებელი, შემსრულებელი უფრო დიდი პასუხისმგებელია.
და ვინც ასრულებს მის დაკვეთებს სულ ყველა პასუხისმგებელია და ეხლა რა სიცხვილის კორიდორებში გავლაცა თურმე დიდი ჩამოვა და მეხი და ქვების როლაზე ბატონო თქვა რაღაც ნივთის როლაზე და ფიზიკურ შეხებაზე ქვების როლა არის მიხეილ სააკაშვილის დაწყებული საქართველოში ქვების როლა არის მიხეილ სააკაშვილის დაწყებული თუ ვინმე არის ულტრა რადიკალური ოპოზიცია ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი იმიტომ რომ ის არის ულტრა რადიკალური თავის ხალხთან მიმართებაში იმ შიშის გამეფებით იმ პოლიციური რეჟიმის გამეფებით იმ ზონდერების გამეფებით იმ სპეცნაზების გამეფებით ვისაც ფულს აძლევენ და ტყვიების სროლის მერე საფრანგეთში უშვებენ ცოლშვილთან ერთად დასასვენებლად აი ეს არის ულტრა რადიკალიზმი რომელსაც ყოველთვის მოაქვს საპასუხო რეაქცია ამის პასუხისმგებლობა ჩვენ გვაქვს და ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ 5 იანვრის არჩევნების მერე დავამტკიცეთ 13 მაისის არჩევნების მერე 26 მაისს დავამტკიცეთ ხალხი წამოვიდა ჩვენზე შეტევაზე იმიტომ რომ ჩვენ არ დაუშვით საქართველოს დაკნინება სპეცნაზის და ხალხის დაპირისპირების გზით იმიტომ რომ ამ შემთხვევაში წააგებს სააკაშვილი მოიგებს სააკაშვილი საქართველოს დაკნინება საქართველოს განადგურდება და შიდამტრებით და გარემტრებით ამით სარგებლობენ ზოგი სკამსინარჩუნებს ზოგი შლის საქართველოს ბატონო ლევან როდესაც ახლა თქვენ ახსენეთ რომ იგივე მხარდამჭერებმა არ მოგვცეს თქო უფლება და მათ უფრო რადიკალური ქმედებები უნდათ ალბათ ამას გულისხმობთ როგორც მივხვდი მე მოვისმენ ერთგან თქვენი განცხადებაც რომ საუბრობდით გმირებზე და ანტიგმირებზე ანუ ის ადამიანები სამების ეპიზოდს იხსენებდით რომლებიც გმირები იყვნენ თქვა ამ ადამიანებს უცებ გახდნენ როგორ იქცნენ ანტიგმირებად ეს მე ჩემი თვალით დავინახავთ თქვენ საუბრობდით ამაზე მხარდამჭერების რეაქციების ტყვე ასე ვთქვათ მე შეიძლება ადამიანებს არ გულისხმობ ანუ ყველა მოსახლეობას თქვა ვისაც პროტესტი ხელისუფლების მისამართი და იმ ნაწილს მაგრამ აი იმ ადამიანებს ვინც რადიკალურ ქმედებებს ითხოვს დღეს ითქვა რომ იგივე ბურჯანაძის ტყვეობის ქვეშ არიან სხვა ლიდერები და ამ რადიკალური ქმედებების არავით არის ჩვენ ვარ ჩვენი საქართველოს ამ შემთხვევაში ეთანხმებით თუ არა აი ამ მოსაზრებას თქვა რომ იმიტომ რომ მათი მოთხოვნა რადიკალური თქვენ ამის გარკვეული ტყვეები ხდებით პოლიტიკური მეგობრები თუ რამის ტყვეები ვართ დღეს ეს არის საქართველოს ტყვეობა იმიტომ რომ ჩვენ თვლით კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს მომავალი მისი პოლიტიკური მომავალი მისი ეროვნულობა მისი ქართული საქმის გაგრძელება ამ რეჟიმის ქვეშ გამორიცხულია ამის ტყვეობის ქვეშ ვართ რეიტინგის ტყვეობის ქვეშ მე არასდროს არ ყოფილვარ დავამტკიცეთ ჩემი წასვლით შავნაბადაზე იმიტომ რომ ორაზროვანი იყო იქ მე წასულიყავი არ წასულიყავი ეჭვიანები ვართ საერთოდ სამხრეთელები ხო რატომ მაინც და მაინც გაჩეჩილაძე ეს კითხვა სულ დაისვა პრეზიდენტის მხრიდან ეხლა მე რა ვიცი რატომ მაინც და მაინც გაჩეჩილაძე მე ჩემი პასუხი თვითონ არ გითხრათ თქვა რატომ მიგიწვეთ მაინც და მაინც თქვენ გადავიდეთ ამ შეხვედრის დეტალებზე რაც ყველა საინტერესოა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის ისტორია და მე ბევრჯერ მითქვია რა ჩემთვის არის 100%-ით მწარე და მისთვის არის 100%-ით ტკბილი მაგრამ მიუხედავად იმისა მე რო ვიცი რომ ჩემ ზურს უკან ჩემი ქვეყანა ამისთანა ნაბიჯს გადავდგა მე არ შემიძლია ვიყო რეიტინგის ტყვეობის ქვეშ როდესაც ეს ჭირდება ჩემ ქვეყანას და ბატონო თქვენი სურვილიც იყო რომ მეცაც გეტყვი შემიძლია რუსეთში ჩავიდე და იქ ჩემი ქვეყნის ინტერესები დავიცვა ცხინვალში ჩავიდე სოფელში ჩავიდე არანაირი პრობლემა არ აქვს მე წუთის რომ ესეთი განცხადებები გადმოვიდეთ ისევ რადგან ეს ახსენეთ რომ რუსეთს დაველაპარაკებიო გარკვეულ სხვაგვარ რიტორიკას ქმნის იმ ფონზე როდესაც თქვათ რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა ბატონო ლევან ანუ რა ენაზე აპირებს რუსეთთან საუბარს თქვათ მე ეს კითხვა მაქვს რადგან საქართველოს ინტერესების დაცვის ენაზე რომ საქართველოს არ არის სააკაშვილი საქართველოს არის ქართველი ხალხი საქართველოს არის საქართველოს სხვა ეროვნებები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ინტერესების დაცვის საკითხებზე ვაპირებ ზუსტად ანუ რამდენ სანდოა ამ შემთხვევაში რუსეთი და პარტნიორი თქვათ რომ ეს ოკუპანტი ქვეყანა მოლაპარაკებების არ არის მოლაპარაკების დროს მაგრამ ხო ვიყავი ესა ეხლა ეს პოლიტიკა ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკოსის ეს არის და ეს არის საერთოდ თუ რამის მიღწევა გინდა და გამარჯვება გინდა უნდა იფიქრო შენ ქვეყანაზე და რაც ჭირდება ის უნდა აკეთო და არა ის რაც შენ პოპულიზმს ჭირდება ბატონო ლევან მაშინ სწორედ ამიტომ თქვენ პრეზიდენტთა შეხვედრა ახსენეთ ისევ მინდა გითხოთ მარტო შეხვედრა იყო თქვა თქვენი სურვილი ან გამოხატეთ სურვილი თქვა სხვა ლიდერების წამოსულიყო თქვენთან ერთად თუ პრეზიდენტი ცალსახად თანახმა იყო მხოლოდ ლევან გაჩეჩილაძესთან ესაუბრა ნუ ახლა თქვენ იცით რომ პირველი შეხვედრა ჩვენი ეს იყო ჩვენ 4 ვიყავით და გასაგებია მე მაშინ თავიდან ბოლომდე ვიცავდი ფორმატს რომ 4 უნდა შემდგარიყო მაგრამ შემდგომ უკვე სურვილი იყო რომ ერთ-ერთზე შევხვედროდით და მე 1-2 არ მივიღე ეს გადაწყვეტილება რომ და მაგრამ მე როცა მივიღე ეს გადაწყვეტილება და წავედი ამ შეხვედრაზე მე მინდოდა რომ პირველ პირ
ერთ-ერთში მომესმინა თუ რას ხედავს ის, როგორ ხედავს, რამდენად რეალურია მისი საერთოდ განცდა არსებობს, აქვს ამ კაცს, არ აქვს განცდა, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც 26-ში ვიყავით სამოქალაქო ცხელი ტყვიების დაპირისპირების წინაშე. ცხელი ტყვიების და პასუხისმგებლობა 26-ში მხოლოდ და მხოლოდ გაიზიარა და დღეს ესე ჩანს ოპოზიციამ. სხვას ამის პასუხისმგებლობა არ გაუზიარებია. მეტიც მე გეტყვით რომ მე რო სამების სტატზიდან გამოვედი, რამოდენიმე ათეული პროვოკატორი იყო, ვინ შეცვალა იქ საზოგადოების განწყობა, რომ ხალხს დაეწყო ყვირილი დღესვე. თუმცა საზოგადოება თუმცა თავად თქვით რომ არსებობს თქვენ მხარდაჭერებში ესეთი განწყობა. რა თქმა უნდა, არსებობს ჩვენ მხარდაჭერებში ხალხი დაღლილი პროვოკატორები ახსენებთ ამ კითხვას. არა, იწყება, ჭორი იწყება ახლა ჩემი მხარდაჭერი ტაქსებში არ ზის სულ, მაგრამ ტაქსებში ლაპარაკობენ სულ. არის მანო მერაბიშვილის ახლა უცებ გაათმაგდა ტაქსების რაოდენობა თბილისში. გაათმაგდა. ახლა იქ მიდის ლაპარაკი ჩვეულებრივი ინფორმაციის შეგდება მიდის, აქედან მარცხენა ხელით ჭორი მიდის, პასკვილების ის მიდის, ეს მოდის. ახლა ეს მექანიზმი მართლა ნიჭიერად არის აწყობილი, მაგრამ ეს არის გიენების სამსახურის მექანიზმი. სხვა მექანიზმი აქ არ არსებობს. ეს არის ტყუილის დათესვის მექანიზმი. ხა რამდენხან შეიძლება ხელისუფლება პროპაგანდაზე იდგეს? აი რამდენხან შეიძლება სახელმწიფო იდგეს სრულ პროპაგანდაზე. აი ჩემთვის ეს წარმოუდგენელია რა. არ არსებობს საქმე, არა საქმე ლაპარაკის ნაცვლად. ჩემი ლოზუნგი ხო არ იყო. სად არის საქმე? სულ ლაპარაკია, სულ პროპაგანდა. რასაც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ეს არის მედია. ეს არის ცენტრალური მედია თბილისი. რატომ მოიძულა სააკაშვილი? იმიტომ რომ ვერ გადის, ვერ გავდივარ თბილისის გარეთ მედია საშუალებებით. ვერ ვქმნით ჯანსაღ ნამდვილ ქართულ საზოგადოებრივ აზრს გარეთ. დაუბრუნონ იმედი ხალხს. რუსთავიორში 2 ლიცენზია ვიცი. გადმოგვეცით ჩვენ 1 ლიცენზია, გადაეცით დამოუკიდებელ ტელევიზიას 1 ლიცენზია, რომ ჩვენც ვიმოუწყებლოთ გარეთ. საპრობლემას ვერ ვხედავ. მთელი ეს შეხლა შემოხლა და ის გადავა ტელევიზიებში, გადავა პოლიტიკაში. არა, რატო არა, იცი, იმიტომ რომ ეს არის შიში საკუთარი სკამის დაკარგვათ, მაგრამ ეს სკამი რა ღირს კაცო? საქართველოს დაკუცმაცება. პრეზიდენტ სააკაშვილს როდესაც იქ იყავით, თქვათ, ნაწილობრივ მაინც, იმიტომ რომ თქვენ რო გამოходით, თქვით ესეთი რამეც, რომ ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდიც კი ვერ გამოიტანდაო კონკრეტიკას ამ შეხვედრიდან, ნაწილობრივ ხუმრობით თქვით, ბუნებრივია, მაგრამ ან 2 საათის განმავლობაში რაღაც კონკრეტულ საკითხებზე გარდა, თქვათ, პატიმრების საკითხი, რაზეც თქვით, რომ ერთგვარი პირობა მიიღეთ პრეზიდენტისგან. არ იყო საუბარი. კონკრეტული საკითხები იყო ხედვა მიმდინარე მოვლენების, რომელიც ერთი ჩემი ალთას იყო, მისი ბალთას. ამ პირიქით, რა ვიცი, როგორც გინდათ, პლუს უსასრულობაში და მინუს უსასრულობაში. ამ დროს ახლა შეთანხმებები არ ხდება და ითქვა იქ ისეთი რამე, რომ მოდი გავჩერდეთ ახლა ამ კონკრეტულ ხედვაზე და ორ რაღაცა მნიშვნელოვან საკითხზე დავილაპარაკოთ. ერთი იყო იმედის დაბრუნება ხალხისთვის და მეორე იყო ეს პატიმრების სამბავი. ნუ ახლა იმედზე მქონდა ძალიან ისეთი, აი ჩემთვის არასერიოზული რეაქცია. საერთოდ ყველა პოზიტიურ ნაბიჯზე არასერიოზული რეაქცია, როდესაც რუს ბუას, კი ბუა ეს რუსი, მეც ვიცი რომ რუსი არის ბუა, მაგრამ იმიტომ რომ რუსი ბუაა და საქართველოში არ გადაიდგას ის ნაბიჯები, რაც შენ ხალხს სჭირდება და ჩემ ხალხს სჭირდება, ეს არ შეიძლება, ეხა არ შეიძლება სულ ტრის ხატია, გასაგებია, მაგრამ ჩვენ შევძლოთ შიგნით გავძლიერდეთ ისე, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დავიყვანოთ მომავალი პროვოკაციები, მაგრამ ეს ხელისუფლება ვერ ცხოვრობს ამ პროვოკაციების გარეშე, კაცო. კაჩინსკისთან ერთად მივარდნა იმ საგუშაგოზე. ნუ ეს კლასიკური 21 საუკუნის პროვოკაცია, კლასიკური. როცა ვერ ცხოვრობ პროვოკაციების გარეშე, როცა ჯანსაღად ვერ უყურებ, რა ხდება ჯარში, როცა ჯანსაღად ვერ უყურებ, რომ შენი პოლიცია არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული. ხო და ბანდელო, სწორედ იმიტომ გითხრა და ზონდერების ინსტიტუტი საქართველოში სააკაშვილის მოგონილია, სააკაშვილის შემოტანილია ზონდერ ჯგუფების ინსტიტუტი. ვინ არის საერთოდ ეს ხალხი? სოდი, კუდი, არ ვიცი ვიღაცეები, საიდან მოვიდნენ ვაფშე? საერთოდ რა ხდება? სწორედ ამიტომ მინდა კითხოთ, აი საკმაოდ ემოციურად გამოხატავთ ხოლმე თქვენ მსგავს, ასე ვთქვათ, კრიტიკას ხელისუფლების მიმართ და ის რაც არ მოგწონთ და ამიტომ მაინტერესებს, იცი და მაინც ყველას აინტერესებს ამ შეხვედრის დეტალები და ვთქვათ, როგორ ატმოსფეროში მიმდინარეობდა, მანამდე კეთდებოდა განცხადებებიც, რომ თავარი პრობლემაა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის არის გაუცხოება, ვთქვათ, აი ეს პიროვნული გაუცხოება მაინც, ვთქვათ, იყო დაძლეული, ძალიან ცივი იყო ეს შეხვედრა, ანუ მიხვდით აი თვითონ ატმოსფეროზე მაინც, რომ იქნებ ვთქვათ, მოგვიყვეთ, როგორ მიმდინარეობდა საუბარი. ასეთი ემოციური იყავით იქაც უფრო მშვიდად საუბრობთ. ემოციური ლაპარაკი იყო, ეხლა არც მე და არც მას ემოციები არ აკლია, მაგრამ ეხლა მართლა კოპერფილდის არ იყოს ეხლა ძალიან დეტალებში ამ ლაპარაკის გადმოცემა. ნუ დამძახავს ხალხი, მაგრამ მართლა ძნელია გამოტანა, აგერ თქვენ გთავაზობთ.
რუსთავი 2-ზე თქვა მიხეილ სააკაშვილმა, რომ ეს არის პროსახელისუფლება ოპოზიცია, ტელევიზია. რაც არის სინამდვილე. აი ამით ეს პრეზიდენტმა განაცხადა შეხვედრაზე ბატონო. მე მითხრა, კი. იმედი შედარებით დაბალანსებულია, მაგრამ რუსთავი 2 მაინც არის ხელისუფლების სამსახურში. სერიოზული განცხადება. ხო, რა ვქნა, ხა ესე მითხრა, ხო არ მოვიტყვებ. აგერ თქვენივე მოედანზე მზათა ვარ თქვენთან პირისპირ. ველაპარაკო, კიდაც წყნარად, კიდაც ემოციურად, პირდაპირ ველაპარაკო მთელი ქვეყნის დასანახად და ამას თქვენ მანამდეც ამბობთ, ბატონო, რომ პირდაპირ ეთერში მხოლოდ საჯაროდ შეხვდებოდით, ამ განცხადებებს აკეთებდით, და თქვა შეხვდით, ანუ ეს რატომ შეცვალეთ, ესე ვთქვათ, რამე შეიცვალა, ვთქვათ, იმ 9 აპრილის შემდეგ, როდესაც გება მხოლოდ როდესაც ორივე მხარის თანხმობა არის საჭირო. არა, მე გულისხმობ არასაჯაროდ, გახსოვთ თავიდან აკეთებდით ამ განცხადებებს. კი ბატონო, კი, არასაჯაროდ, ძალიან მინდა რომ იყოს საჯარო, დღესაც ვიძახი. თუ ეს კაცი დამთანხმდება, როცა არ თანხმდება, ნუ მაშინ მივდივარ თუ შეხვედრის გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, მივდივარ სხვანაირ შეხვედრაზეც, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, კაცო. მის ზურგს უკანაც და ჩემ ზურგს უკანაც დგას საქართველო. მე მგონია რომ ეს საქართველო ერთია, ორი არ არის, მისი სპეცნაზის და ჩვენი მომხრეების. არა, ერთი არის ეს საქართველო. აქედან გამომდინარე, რახან ერთია, ეს მან უნდა გაითვითცნობიეროს. მე მგონია რომ უმაგისოდ გავართმევთ ყველა პრობლემას თავს. დაწყებული გაეროდან დამთავრებული დასაქმებამდე, სოციუზრუნველყოფამდე, ბიუჯეტამდე, პოლიციის დეპოლიტიზაციამდე, თავისუფალ არჩევნებამდე, ეკონომიკის გაჯასაღებამდე. მე ესე მაქვს შეშუცკორცებული. მაგრამ აი ამ თემებზე თუ აქ მას სხვანაირად მოვიდეს და აგერ ვიჯდები და დამელაპარაკოს. პრობლემა არ არის, პატიოსთან სიტყვას გაძლევთ, რომ ემოცია ჩემში არ იქნება და არ იქნება პროპაგანდისტურ პოპულისტური გამოთქმები. ვილაპარაკოთ მხოლოდ ქვეყანაზე და მის მომავალზე და თუ მოვილაპარაკებთ კამპუსზე ბატონო, მაშინ რატომ არ თანხმდება ოპოზიცია? მე ისმის რომ არის ერთი მოთხოვნა ოპოზიციის მხრიდან, რომ დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ვთქვათ სხვა თემებზე უფრო რთულად საუბრობთ, ასე ვთქვათ, მაგრამ აი როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საკითხებზე საუბრობთ. ეს არის მოთხოვნა, რომელმაც შეძლო ძალიან ასეულობით 1000 ადამიანის კონსოლიდირება. კი ბატონო, თქვენი მხარდამჭერებისაც ძალიან მალე მოხდება მილიონამდე ადამიანის კონსოლიდირება. ძალიან მალე მოხდება. როდესაც მილიონ კაცს დავაყენებთ ქუჩაში, მე ჩვენი მხარდამჭერებზე იქნება ლაპარაკი თუ მთელ საქართველოზე. ის დღეც მოვა, რომ მთელ საქართველოს ქუჩაში დავაყენოთ. კაცი არ არის საქართველოში, რომელიც დაჭერილი, დაშინებული, გაღატაკებული არ იყოს. არის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც ზე ბუნებრივად და ზემაღლა ცხოვრობს, დანარჩენი, რა ვიცი, ხა თვალი მაქვს, ყური მაქვს, რაიონში დავდივარ, რეგიონში დავდივარ. თუმცა რეგიონებში ბატონო სამეგრელოში გააკეთეთ ისეთი განცხადება, რომ უკმაყოფილო იყავით თქვენ იქაური აქტიურობით. ანუ რეგიონებშიც იგივე თარება აქვს თქვა სამეგრელოში ახალაიების თარეშით. უკმაყოფილო მაგიტო ვარ და იმიტომ რომ იქიდან რომ გამოდიხარ, ადამიანი მეუბნება შემომითვლის, ვერ მოვალ ლევან, იმიტომ რომ მეშინია, შენ რო წახვალ ოჯახს ამიწიოკებენ. ამით ვარ მე უკმაყოფილო. ამით ვარ, ეს რეალობაა. რეალობაა, მე გეუბნებით რა, სამი საკანი დგას ზუგდიდში. მოიწვიეთ კახა მიქაია, ან ჩართეთ ზუგდიდიდან რა ხდება? 5 ბომბი აფეთქდა ზუგდიდში, 5 ბომბი. აი ამ დღეებში ვინმე იღებს ამაზე ხმას? მთელი ზუგდიდი დამძაფრულია. ცნობილი ფაქტია, რამდენიმე აფეთქება მოხდა გუშინ. სად არის გამოძიება, რა ხდება მითხარით რა? თუ ისევ პროვოკაციული ფონი უნდა იყოს, ყურადღების გადატანა, ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება, აღარ გამოდის ეს კაცო, აღარ იჯერებს ხალხი. არ იჯერებს და ხალხს ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება რა. გასაგებია, კარგით, კიდევ ერთი კითხვა, რაც მინდა გითხოთ თქვენს თანაგუნდელებზე, ეს არის რომ თქვა აგიგებამ თქვენ შეხვედრას მოყვა არაერთგვაროვანი რეაქციები, რაზეც თქვენ მოგიწევთ განმარტებების გაკეთება, იგივე მხარდამჭერებში, როდესაც პირველი განცხადება გააკეთეთ, რომ მიდიოდით ამ შეხვედრაზე, შემდეგ ნაწილმა თქვა რომ მისი მანდატი არ ქონდა თქვენ ამ შეხვედრაზე, თქვა ირაკლი ალასანიამ თქვა რომ მას თქვენ მანდატი მოუქცათ ამ შეხვედრაზე და ასე შემდეგ. მოკლედ არაერთგვაროვანი მოსაზრებები. ხომ არ ფიქრობთ რომ ეს იყო გამოწვეული იმის გამო, რომ თქვა ხელისუფლების მხრიდან ხომ არ იყო მცდელობა, რომ ხაზგასმა მომხდარიყო იმისა, რომ თქვენ თვლით თქვა ლიდერად ამ ოპოზიციის, ან თქვა იმისა, რომ რაღაც გარკვეული უნდობლობა იყო. აი რატომ მოყვა თქვენს თანაგუნდელებში ესეთი ასე ვთქვათ რეაქციები? თქვენი შეფასება რა არის? ნუ ორი ჩემი შეფასება არის ესეთი, ჯერ ისეთი ამას არ მოყვა ჩემს თანაგუნდელებში არაერთგვაროვანი რეაქციები, მოყვა ზუსტად ჯანსაღი რეაქციები. არა, ისინი ღირთ ამბობდნენ, რომ არ უჭერდნენ მხარს თქვა თქვენ ასეთი ფორმატით შეხვედრას პრეზიდენტთან. ზოგისგან მე მქონდა მანდატი, ზოგისგან ამ მქონია მანდატი პოლიტიკური პარტია, მე იმიტომ კი არ შემიქმნია, რომ ეს არ შემეძლო. იმიტომ რომ ამის სურვილი არ მაქვს. მე მინდა დამოუკიდებელ ადამიანად დავრჩი.
მიუხედავად ამისა, მე და ჩემი მეგობრები ერთი ლოზუნგის ერთგულები ვართ და ერთი საქართველოს ერთგულები ვართ. მიშისტების საქართველოს ერთგულები კიდევ უფრო ვართ, ვინმე მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან. უბრალოდ ისინი ვერ ხვდებიან, გარკვეულ გაუგებრობაში არიან. ვერც ეს სპეცნაზე ვერ ხვდება, რაც ემსახურება და რაც ყვირის. ვერ ხვდება რა. ნამდვილად ვერ ხვდება, გადაავლეთ უწმინდესის რამდენიმე განცხადებას, ბოლო განცხადებებს თვალყური და ამას თვალნათლით დაინახავთ ერთადერთი ინსტიტუტი საქართველოს საპატრიარქო, რომელიც დღეს არსებობს როგორც ძალიან დიდი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი, რას იძახის. ამას მე სიტყვის მასალად ნამდვილად არ ვიყენებ. ეს რეალობაა და იმიტომ ვიძახი ამას. ნამდვილად რეალობაა. რაც შეეხება არაერთგვაროვანი გამოხმაურება საზოგადოებაში მოყვა, იმიტომ რომ ორი აზროვნება აქვს ჩამოყალიბებული. ერთი არის რომ კარგია შეხვედრა და ყველა ბრძოლისველი გამოსაყენებელია, მათ შორის შეხვედრების ბრძოლისველი საბოლოო გამარჯვებისთვის, რასაც პირადად მე ვიზიარებ და მეორე არის რომ ეს შეხვედრა იმიტომ ხوار ხდება რომ სააკაშვილს ჩვენთვის უნდა ცუდის გაკეთება. ზარს გულისხმობ სუჩი ოპოზიციის გახლეჩვას, რომელსაც ჩემის აზრით ვერ ეღირსება, ბ უნდა რომ ერთმანეთს გადავკიდოთ, ანუ ერთმანეთის ოფსვათ შორის მინდა გითხრათ რომ ბოლო ამ ორი თვის განმავლობაში ერთადერთი მიმართულება თქვენი ტელევიზიის რუსთავი 2-ის ის არის რომ როგორმე ორი თვის განმავლობაში ოპოზიციამ თავისივე მეგობარი ოპოზიციონერები პოლემიკაში გაკეთდა ეს განცხადებები არ უნდა ვაჩვენოთ როდესაც ვეკითხებით რა შეფასებას მისცემთ ამ შეხვედრას ბოლო დროს მეც გავიგე რა არის მანამდე არ ვიცოდი სამწუხაროდ მეც გავიგე რა არის და წამყვანათაც ვიმუშავე და ასე შემდეგ. როდესაც ადამიანი გეკითხება შენ რომ იცით ბატონო ლევან ნინო ბურჯანაძემ აი ეს თქვა თქვენზე და თქვენ ასე თქოდით მასზე მე ამ ბოლო დროს ესე ვპასუხობ ჯერ მე ამას მოვისმენ და მე გიპასუხებ მე უკვე თუ თქვა ვინმე უბრალოდ ამობხი კითხების დასმა ჟურნალისტებს ვლება გაკითხოთ და ის დასვას ბატონო ლევან ჩვენ რატო გვაქვს აზროვნება და რატო გვაქვს ენა რომელსაც ძვალი არ აქვს თითოეული კონტექსტის სხვადასხვანაირად მოტრიალება შეიძლება. ერთი წინადადების პოზიტივში თქმაც შეიძლება და იგივე წინადადების ნეგატივში თქმაც შეიძლება. რატომღაც ახლა ვათქვობ რუსთავი ოროლებს რომ კონკრეტულად ოდესაც ოპოზიციის შიგნით მდგომარეობს სიტუაცია, იმ ერთი კონკრეტული წინადადების ნეგატიურად გადმოცემა უნდათ და ეს გავლენ რომ ეს არის უბრალოდ შეკითხების დასმა ჟურნალისტების მხრიდან, მაგრამ კარგი თაღავი ამაზე ჩვენ დროსაც იწურება. ყველა ჟურნალისტი მართლა გულწრფელად ბევრჯერ მიცხარია, ბევრჯერ რუსთავი ორი ჟურნალისტებს განსაკუთრებით ალბათ უხდით ბოდიშს მაშინ, მაგრამ ძალიან ბევრი კაცი გაცხადება აქვს თქვენგან. ნუ რასიზამ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ზოგჯერ ემოციები აი ასეთ უსამართლო გარემოში რო ვცხოვრობ, მეც მახრჩობს ხოლმე. თქვენ თუ თქვენს ადგილას დააყენებთ, თქვენს ოჯახობას, ჩემს ადგილას დააყენებთ, აი ჩემს თქვენი ოჯახის წევრებს, თქვენს შვილებს, არ ვიცი, თქვენს ნათესავებს, დედებს, მამებს, ჩვენ დღეს ძალიან უსამართლო გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ ცხოვრობთ ცალსახა სამართლის გარემოში, ჩვენ ცხოვრობთ ცალსახა პარლამენტის გარემოში, ცალსახა პოლიტიკის გარემოში, როგორც შიდა და გარე პოლიტიკის, ცალსახა ბიზნეს პოლიტიკის გარემოში, იმიტომ რომ თუ მაგთან არ ახარ გამორიცხული აქ ბიზნესის კეთება და ცალსახა სამართლებრივ გარემოში. სასამართლო თუ ნაციონალურ მოძრაობის წევრი ან მასთან ახლომდგომი ადამიანი არ ახარ, შენთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის არ არსებობს და ისე ერთი რამის თქმა მინდა რა, 100,000-ობით კაცის დაჭერა ძალიან ძნელია. ამას მე მოყვება კოლაფსი. არა სახელმწიფოსი, არამედ ხელისუფლების და ჩვენ მე მგონი რამოდენიმეჯერ დავამტკიცეთ რომ ამისთვისაც მზათა ვართ. კარგი და ბატონო ლევან ბოლო კითხვა თქვენ იგივე შეხვედრის შემდეგაც თქვით რომ გაგრძელდება ეს აქციების შესაძლო უფრო რადიკალური ფორმა მიიღოს და იყოს საუბარი რომ ახალ საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობას აყალიბებთ რას ნიშნავს ძალიან მოკლედ თუ შეგიძლია გითხრათ რა იქნება ის ახალი ვთქვათ ოპოზიციური ფრონტი რომელიც გაიხსნება და იგივე ის საზოგადოებრივი მოძრაობა რაზეც თქვენ საუბრობდით და არ დაგიკონკრეტებიათ ორი სიტყვით შევეხებით ჩვენ საგარეო პრობლემას გაეროში სანამ ამაზე პასუხს გაგცემთ მინდა რომ ვთქვა რომ ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდით ჩვენ და მთელი საქართველო, როდესაც ეუთოს მისია აღარ არის ქვეყანაში და დიდი შესაძლებლობა რომ გაეროს მისიაც არ იყოს, მაინც ვთვლი რომ ეს საგარეო პოლიტიკის უსუსურობის ბრალი. აი ესე ვთვლი, შეიძლება გამოუცდელობის, შეიძლება ნაჩქარევი მოსაზრებების, მე მინდა ერთი რამე ვთხოვო აი ამ ეთერიდან სააკაშვილს, მან გაიგოს ერთი რამე. მას რუსთავი 2 მსოფლიოს მასშტაბით არ აყავს. აქედან გამომდინარე გაეროში სამდივნოსთან და გენერალურ მდივანთან ისეთ გამოთქმებს უნდა მოერიდონ
ჩვენი დიპლომატები თუ სხვა როგორი გამოთქმებიც მომდინარეობს გნებავთ ბურჯანაძის მიმართ, გნებავთ გაჩეჩილაძის მიმართ, გნებავთ ბესელიას მიმართ და გნებავთ ოქროაშვილის მიმართ. ის სხვა თემაა, ის სოფლიოს 21 საუკუნეა და სხვანაირად ჩვენ ნაბიჯს წინ ვერ გადავდგამთ. რაც შეიძლება ძალიან დიდი მადლობა ამ ბოლო კითხვისთვის. მე ვთვლი რომ როდესაც სისტემა უპირისპირდება პროტესტანტებს და საზოგადოების დიდი ნაწილი კონკრეტულად თბილისში საპროტესტო მუხტით არის აღჭურვილი და ეს 26 მაისმაც დაამტკიცა, სხვათა შორის 26 მაისის მერე გაქრა საერთოდ მცირე რაოდენობით შეკრებებზე, ხალხს ვერ კრიბავენ, მარგინალურ პროცესებზე ლაპარაკი გაქრა. მე ვთვლი რომ დღეს ეს ყველაფერი სისტემაშია მოსაქცევი. რას ნიშნავს სისტემა? როდესაც გიპირისპირდება სისტემა, შენც უნდა დაუპირისპირდეს სისტემა. ეს არ ნიშნავს ჩხუბს. ეს ნიშნავს რომ პოლიტიკური პოზიციები უნდა იყოს ჩვენი ძალიან მკაცრი და ძალიან მყარი. ჩვენ როგორ ვხედავთ უსააკაშვილოს საქართველოს, რა მოხდება სააკაშვილის წასვლის მერე, აუცილებლად უნდა ვიყოთ ცენტრალიზებულები, მას უნდა ყავდეს ლიდერი, უნდა გქონდეს ცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა, რომ ჩვენ პროტესტშიც ვიყოთ უფრო ეფექტურები, სიცხვილის კორიდორი იქნება, ეს რელსზე დაждდომა იქნება თუ მაგისტრალის გადაკეთვა, ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები, რაც შეიძლება ნაკლებად გაგვიტყდეს თავები და რაც შეიძლება ბევრ მიზანს მივაღწიოთ, ბევრი ამოცანა გადავჭრათ და უდიდესი შედეგები მივიღოთ ქვეყნისათვის. გასაგებია, დიდი მადლობა. და უბრალოდ ბოლოს რეპლიკისთვის თქვენ თქვით, რომ ჩვენი ოჯახის წევრების მდგომარეობაში ჩადეკითხავ და ხანდახანო და მე მინდა შეგახსოვოთ, რომ ჩვენს გვყავს ოჯახის წევრები და იმ ადამიანებს, ვისი სამართითაც ისმის ხოლმე თქვენი მხრიდანაც კრიტიკა, ამიტომ ოჯახის წევრები სამწუხაროდ მარტო კრიტიკა ისმის და ჩვენი ოჯახის წევრებს თავები აქვს დახეთქილი. ეს სხვა თემა, მაგრამ მე მაინც უბრალოდ ბოლოს რეპლიკის სახით მინდა დამეთქვა, რომ ჩვენი და ჟურნალისტების ოჯახის წევრებიც გახსოვდეთ ხოლმე. დიდი სიამოვნებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ლევან.